გერმანიის კანცლერმა ირანში ამერიკის სტრატეგია გააკრიტიკა, ბრიტანეთის პრემიერმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ისინი კონფლიქტში არ ჩაერთვებიან, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპი არათანმიმდევრულობაში დაადანაშაულა. რას გვეუბნება ამერიკის მოკავშირეების ქმედებები ამერიკის შეერთებული შტატების გლობალურ გავლენებზე? თქვენ უყურებთ პოდკასტს როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს განვიხილავთ თუ რეალურად რაზე დგას ამერიკის შეერთებული შტატების ძალა და მცირდება თუ არა მისი გავლენები მსოფლიოში. ამ მიმართულებით დღეს ჩემი სტუმარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი პროფესორი თეიმურაზ პაპასკირი. თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ქვემოთ კომენტარებში დაგვიწეროთ თქვენი მოსაზრებები. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დღეს ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზე ვისაუბრებთ. მინდა განვიხილოთ, რაზე დგას რეალურად ამერიკის შეერთებული შტატების ძალა და ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ირანში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, რეალურად სუსტდება თუ არა იგი. საქართველოში, როდესაც ქვეყნის ძალაზე ვსაუბრობთ, ხშირად ითვლიან, რამდენი ჯარისკაცი ყავს, რამდენი ბაზა ყავს, რამდენი ავიამზიდი ყავს, ანუ მარტო სამხედრო ჭრილში უყურებენ ხოლმე სამხედრო ძალას, უпростоრედ სახელმწიფოს ძალას, მაგრამ შეერთებულ შტატებს უბრალოდ რო სამხედროზე სახელმწიფო დავარქვათ, ალბათ მისი დაკნინება იქნება. მას აქვს მისი გავლენა დგას, შეიძლება ითქვას, სხვადასხვა ბურჯებზე, გავლენის ბურჯებზე, რომლებიც ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან და დღევანდელ ეპიზოდში მინდა ზუსტად აი ამ თემაზე ვისაუბროთ, ჩავშალოთ ეს ბურჯები და აუხსნათ მაყურებელს კონკრეტულად რა სისტემაზე დგას ამერიკის გავლენა და ავტორიტეტი. და მოდი დავიწყოთ ყველაზე ძირითადი კითხვით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამერიკაზე და ვამბობთ, რომ ამერიკა არის ზესახელმწიფო, იგი არის ძლიერი სახელმწიფო, რას გულისხმობთ ამაში? მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება კითხვას, ამერიკის შეერთებული შტატების მიმზიდველობა ზუსტად იმაშია, რომ ეს მარტო სამხედრო ძალის გამო არ არის გამორჩეული ხალხის მიერ. ამერიკა ეს გარკვეულწილად რაღაცნაირად იდეაც არის ამ შემთხვევაში, იდეა იმისი თუ როგორი უნდა იყოს იდეალური სახელმწიფო, მართალია იდეალური ამერიკის შეერთებული შტატები არ არის, მაგრამ ადამიანისთვის თავისი საშუალებების მიღწევის თვალსაზრისით ის ყველაზე ფართო ყველაზე დიდ რაოდენობას აძლევს საშუალებების ადამიანს ჩვეულებრივ, იმიტომაც არის, რომ მისწრაფვის ყველა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვეულებრივ ეს მიგრანტების უზარმაზარი რაოდენობა სხვადასხვა კონტინენტებიდან სწორედ ამერიკაში მიდიან, იმიტომ რომ იქ აქვს საშუალება უკეთ იცხოვრონ საკუთარი შრომით. თუმცა დღესდღეობით ცოტა შეცვლილია ვითარება, ვიცით რომ მიგრანტებთან დაკავშირებითაც ამერიკის შეერთებული შტატები სხვანაირად იქცევა. ამკაცრებს ძალიან უკვე როგორც შესვლას, ისე სამუშაო ვიზების გაცემას და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გადადის იმაში, რომ დღესდღეობით ვითარება გარკვეულწილად შეცვლილია. რაც შეეხება სამხედრო კუთხით, ამერიკა დღეს არის აშკარად ნომერ პირველი სახელმწიფო, ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ერთდროულად სხვადასხვა კონტინენტებზე აწარმოოს სამხედრო ოპერაციები, მე არ ვიტყოდი მთლად მოქმედებებს, აქ ოპერაციები უფრო გვაქვს ძირითადად და აქ ეს არის ჯერჯერობით ლიმიტირებული ბოლო ხანებში, რასაც ვხედავთ ამ შემთხვევაში და რაც შეეხება ირანის საკითხს, აქ უკვე ალბათ უფრო შემდგომში გავშლით უფრო
კონკრეტულად კითხვების მიხედვით. კი ბატონო, სანამ გადავალთ უშუალოდ სამხედრო თემებზე, მინდა უფრო ეკონომიკური მიმართულებითაც შევხედოთ ამას, იმიტომ რომ ამერიკა არის მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკა, დოლარი არის მისი გავლენის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი ან ძალა და მინდა მაყურებელს ასევე აუხსნათ, რომ რას ნიშნავს ეს დოლარი. აი ხშირად რო არის საუბარი, რომ სანქციები და ამერიკამ სანქციები დაადო, ჩვენ არაფერი დაგვაკლდება ან რაღაც. აი კონკრეტულად დოლარს რა ძალა აქვს, რატო არის იგი მნიშვნელოვანი, ამერიკის ეკონომიკა რატო არის გავლენიანი მსოფლიოში და რას ნიშნავს დოლარი ზოგადად? დაახლოებით მეორე მსოფლიო ომის დროიდან გვაქვს ჩვენ ეს ვითარება, კერძოდ ბრეტონ ვუდსიდან მოყოლებული, როდესაც დოლარმა დაიწყო გირვანქა სტერლინგის ჩანაცვლება, ბრიტანული პაუნდი, თანდათანობით სწორედ ამერიკულმა დოლარმა გამოდევნა საერთაშორისო ურთიერთობებიდან და საერთაშორისო საგადასახმხდელო საშუალებად იქცა სწორედ ამერიკული დოლარი, რაც იმ პერიოდში გამოწვეული იყო იმით, რომ დოლარს განსხვავებით პაუნდისგან ჰქონდა ოქროთი იყო გამტკიცებული, ეგრეთ წოდებული ოქროს სტანდარტი მოქმედებდა და შესაბამისად სულ უფრო მეტი რაოდენობა გადახდების საერთაშორისო სისტემაში ხდება ზუსტად დოლარის მეშვეობით. თუმცა უნდა ითქვას, რომ შემდგომ ნავთობმა განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა იმ თვალსაზრისით, რომ ახლა ოქროს სტანდარტი ამერიკაშიც გაუქმდა დროთა განმავლობაში და 71 წლიდან მოყოლებული უკვე არავითარი გამაგრება ოქროთი ამ შემთხვევაში არ გააჩნია დოლარს, მაგრამ სამაგიეროდ ის იქცა მთავარ საშუალებად, თქვათ, სანავთობო კორპორაციებში, ნავთობის შესყიდვისას გადახდის თვალსაზრისით და ნებისმიერ ვალუტაში შეიძლება პრინციპში რომ აწარმოო შენ ეს გადახდები, დღეს ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც ჩინეთი ცდილობს რომ იუანში აწარმოოს და აქედან გამომდინარე წამოვიდა კიდევაც ეს სახელწოდება თავის დროზე რა კი დოლარში იყო პეტროდოლარი, მაგრამ რეალურად უმრავლესობა დღესაც აი ამ სანავთობო ფიუჩერსების სწორედ დოლარზეა მიბმული, დოლარში ხორციელდება. ვხედავთ გარკვეულ დივერსიფიკაციას, ახლა ვთქვათ, იგივე ირანთან მიმართებაში, იგივე ვენესუელას ქონდა მცდელობები საერთოდ საკუთარი კრიპტო ვალუტა შეექმნა, ამ შემთხვევაში კრიპტო სისტემაში გადაეტანა ნავთობით ვაჭრობა, თუმცა ბევრად უფრო ადრე ვიდრე მადუროს მოაცილებდნენ, მანამდე მოუწია მას ამაზე უარის თქმა და შესაბამისად დღესდღეობით ჩინეთის მცდელობების გარდა რეალურად ჩვენ ვერ ვხედავთ რამე სერიოზულ საფრთხეს, რომ დოლარს ჰქონდეს ნავთობის სფეროში ჩანაცვლების და პლუს ამას დოლარზე დგას რეალურად საერთაშორისო საგადამხდელო სისტემები, თუმცა იქ თქვათ იგივე ვიზაში თუ მასტერკარდში SWIFT-ის სისტემას რაც ებუზნება, იქ დოლარის გარდა ევროც უკვე და სხვა ევროპული ვალუტებიც, ბრიტანული პაუნდიც და სხვა ვალუტებიც მოქმედებს, მაგრამ ისე მნიშვნელოვნად არა, ძირითადი ნაწილი რასაკვირველია მოდის ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ზუსტად ამიტომ არის, რომ ნებისმიერი საფინანსო სანქცია ძირითადად ამერიკის მიერ განხორციელებული სანქცია ძალზე სახიფათოა ნებისმიერი პირისთვის, ფაქტობრივად ნებისმიერი ბანკი, რომელსაც დაეხურება SWIFT-ი, ის რეალურად უკვე მხოლოდ შიდა მოხმარების ბანკად შეიძლება გადაიქცეს, იმასაც თუ შესძლებს. ჩვენ ვხედავთ ამას რუსეთის მაგალითზე. რუსეთის მაგალითზე საინტერესოა, რომ თავიდან, როდესაც სანქციები დაედო ნავთობის გაყიდვაზე, მაგალითად ინდოეთთან რო დაიწყო ნავთობის მიყიდვა, ინდოეთის შეთავაზება იყო, რომ რუპიებში განხორციელებულიყო და პრობლემა შეიქმნა, რომ იმაზე მეტი რუპიები ქონდა რუსეთს, ვიდრე ესაჭიროებოდა ინდოეთთან ვაჭრობაში, იმიტომ რომ როდესაც რუპია გაქვს, შენ ვაჭრობ იმ ქვეყნებთან, ვისაც ჭირდება ეს რუპია და თუ გლობალურ ბაზარზე არ ჭირდება ბევრ, შესაბამისად რთული არის, რომ
რამე ლიკვიდურობა შეძინო ამ თანხას. რეალურად ახლა ჩვენც ვიცით ახლა მთელი რიგი ქვეყნებია, სადაც დოლარი ფაქტობრივად მეორე ვალუტის ფუნქციას ასრულებს და არის ქვეყნები, სადაც საერთოდ საკუთარი ვალუტა გააუქმეს და ზიმბაბვე მაგალითად და პირდაპირ ამერიკულ დოლარზე გადავიდნენ, იმიტომ რომ მაინც ყველა ახურდავებს ამ ფულს და ჩვენი ფული ელემენტარულად იმდენად გაუფასურდა, რომ რაზე ვიწვალოთ, ბარეხან პირდაპირ დოლარში გქონდეს ხელფასებიო და გადახდის სისტემებიო. რეალურად დოლარის ძალაც ზუსტად ეს არის. მცდელობები რასაკურველია ვხედავთ ახლა იგივე ჩინეთის მხრიდან, ახლა ინდოეთისგან განსხვავებით ჩინეთს ცოტა უკეთესი პოზიცია აქვს საერთაშორისო ვაჭრობის თვალსაზრისით, რადგან საექსპორტო სალდო პრაქტიკულად იმპორტ-ექსპორტის სალდო ყველგან უპირატესია ჩინეთის მხრიდან, ანუ ექსპორტი გაცლებთ აღემატება იმპორტს, რომელსაც ის ახორციელებს. შესაბამისად რუსეთს იგივე პრობლემა ვთქვათ იუანებთან მიმართებაში შეიძლება არც დასდგომოდა, მაგრამ ინდოეთიდან რუსეთი იმდენს არაფერს არ ყიდულობს და ვერც იყიდის და შესაბამისად რუპია მაგალითად ვერ ჩაანაცვლებს. იუანს უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნია, მაგრამ ეგ ძალიან დამოკიდებულს ხდის იმ ქვეყანას ჩინეთზე, ვინც ჩინეთთან იუანებში ვაჭრობს ხოლმე და შესაბამისად აქედან გამომდინარე ქვეყნების უმრავლესობა რასაკურველია თავს არიდებს ამას და პლუს ამას არის კიდევ ერთი მომენტი, ახლა დოლარის კურსი არის თავისუფალი. ის ჩვეულებრივად ამ სახელმწიფო არ რეგულირებს მას. იუანის კურსი არის რეგულირებადი. ამ ჩინეთის ხელისუფლება როგორც გადაწყვეტს რეალურად ისე იქნება იუანის კურსი. რაც კიდევ დამატებითი პრობლემაა ამ შემთხვევაში მსოფლიო ბაზარზე. კი, ამერიკას არაერთხელ ჰქონდა პრეტენზია, რომ ჩინეთი მალულად იყო ჩართული თავისი კურსის მანიპულაციაში და საჩივრებიც იყო გაკეთებული ამის თაობაზე და ერთ-ერთი თემა, რაზეც მინდა რომ გადავიდეთ, ამასაც ეხება, რომ დოლარი არ არის მარტო ვალუტა, ეს არის სანდოობა, ხო, ამერიკის სისტემის მიმართ, ამერიკის პოლიტიკური სისტემის, სამხედრო ძალის, ეკონომიკის ძალის ნდობა არის ერთის მხრივ. შესაბამისად სხვა სახელმწიფოსაც მოუწევს დაახლოებით იგივე ნდობა მოიპოვოს სოფლიოში, რომ რამენაირად მასიურად ჩაანაცვლოს ეს თემა და მინდა გადავიდეთ ამ ნდობის თემაზე. ეს სისტემა, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ, ნაწილობრივ შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. თუ შეიძლება ისტორიულ ასპექტებზეც ვისაუბროთ, რა როლი ითამაშა ამერიკამ დასავლური ეკონომიკური და უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაში, რომ უკეთესად აუხსნათ, რატომ მოდის, საიდან მოდის ეს ნდობა და ავტორიტეტი ამერიკის შეერთებული შტატებში. კი. ნამდვილად ასეა, ამერიკის შეერთებული შტატები როგორც ზესახელმწიფო ჩვენ გვაქვს მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ უკვე ჩამოყალიბება ხდება ოფიციალურად, რადგანაც მეორე მსოფლიო ომში ტრადიციული ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც იყვნენ წამყვანი ძალა, ამ ომიდან ძალიან მძიმე მდგომარეობაში გამოვიდნენ, ან დამარცხებულები იყვნენ და ეკონომიკა განადგურებული ჰქონდათ. გერმანიას ეკონომიკა განადგურებული ჰქონდა, დამარცხებული გამოვიდა და ოკუპირებული იყო რამდენიმე წლის განმავლობაში და საბოლოო ჯამში ორად გაიყო. საფრანგეთი დამარცხდა მეორე მსოფლიო ომში, კი საბოლოო ჯამში გამარჯვებულთა რიცხვში ჩაეწერა, მაგრამ რეალურად ახლა 1940 წელს კაპიტულაცია იქნა გამოსაცხადებელი და ის რაც შემდგომ 44-45 წლებში მოხდა, ეს იყო უკვე უბრალოდ პრესტიჟის აღდგენა გარკვეულწილად, მაგრამ ზესახელმწიფოობის თვალსაზრისით საფრანგეთის პრესტიჟის აღდგენა ვერც მაშინ მოხერხდა, ვერც დეგოლმა შეძლო რეალურად და თანდათანობით ევროკავშირის ჩამოყალიბების შემდეგ ხდება საფრანგეთის ისევ დაბრუნება ცოტა წამყვან პოზიციებზე მიუხედავად იმისა, რომ მცდელობები იყო, რომ ყოფილიყო მესამე ძალა და ასე შემდეგ იქნებოდა ეს დეგოლის, ჟისკარ დესტენის დროს თუ შემდგომ მიტერანისა და შირაკის პერიოდში რეალურად მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენა ის, რაც ჰქონდა საფრანგეთს მანამდე, უკვე არ აქვს. დიდი ბრიტანეთიც დასუსტდა და შესაბამისად ამერიკის შეერთებული შტატები დარჩა ამ დემოკრატიული სამყაროს მთავარ იმედად და პლუს ამას შემდგომ იყო მარშალის გეგმა. აი მარშალის გეგმამ, რომელმაც აღორძინა ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები აქცია ყველაზე საიმედო და სანდო პარტნიორად და
პლუს ამას ცივი ომის პირობებში ერთადერთ ძალად, რომელსაც შეეძლო საბჭოთა კავშირის შეჩერება სამხედრო თვალსაზრისითაც. ბირთვული იარაღი 1955 წლიდან 59 წლამდე მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნდა, ზუსტად ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ნატო, რომელიც დაეფუძნა ძირითადად იმ ქვეყნებს, რომლებმაც მარშალის გეგმა მიიღეს თავის დროზე ევროპიდან და შესაბამისად აი ეს სამხედრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები გახდა საფუძველი იმის, რომ ამერიკის დომინაცია მოხდა დასავლურ სამყაროში. თანდათანობით, როდესაც აღიდგინეს თავიანთი ეკონომიკები, იგივე საფრანგეთმა, ბრიტანეთმა თუ გერმანიამ, ისინი მაინც გარკვეულწილად სამხედრო თვალსაზრისით ბევრად უფრო დამოკიდებული იყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რადგანაც სწორედ ამერიკის შეერთებული შტატები უზრუნველყოფდა იმ უსაფრთხოების ქოლგას, რაც საშუალებას აძლევდა ამ ქვეყნებს, რომ გაცილებით მეტ დაეხარჯათ ეკონომიკურ საკითხებზე და ნაკლები სამხედრო მიზნებზე. და გარკვეულწილად თუ არ ჩავთვლით საფრანგეთს, რომელიც ერთადერთია ახლა ამერიკის შეერთებული შტატების მერე დემოკრატიულ სამყაროში, რომელსაც ყველა აბსოლუტურად სამხედრო კომპონენტი გააჩნია საკუთარი, იქნება ეს ფლოტი წყალზე და თუ წყალქვეშა, იქნება ეს ბირთვული იარაღი, იქნება ეს უახლესი თვითმფრინავები, ავიაცია და საარტილერიო დანადგარები, ესენი ყველაფერი საფრანგეთს გააჩნია, უბრალოდ რაოდენობა მათი არის ნაკლები, ბევრად ნაკლები, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების, რაც თავის მხრივ ძველი პოლიტიკის შედეგია დე-გოლის პერიოდის, მაგრამ დამოკიდებულება რეალურად ნატოსი ამერიკის შეერთებულ შტატებზე იყო ძალიან დიდი მთელი ამ წლების განმავლობაში და განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ეს ახლა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელსაც მაინც და მაინც არ სწამს ევროპის მიაჩნია, რომ ევროპელებმა თავიანთი რესურსი ამოწურეს გარკვეულწილად დონალდ ტრამპს ამაში განსაკუთრებით უმაგრებს მხარს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვენსი. რამდენად სწორია ეს, ახლა ამაზე დავა შეიძლება, პირადად მე მგონია, რომ გადაჭარბებული ევროპის გარდაცვალებაზე საუბრები და მაგრამ გარკვეულწილად ეს გამოფხიზლება ევროპას აშკარად სჭირდებოდა და არგებდა და შეიძლება ჩვენთვისაც კარგი იყოს ამ შემთხვევაში, რადგანაც მთლიანად რეალურად ერთადერთ ძალად თუ ვინმე უყურებდა, აი ვთქვათ რუსეთი, ერთადერთ ძალად აღიქვამდა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეს ევროკავშირს არ აღიქვამდა რეალურ ძალად და ამიტომაც იყო, რომ წინააღმდეგი იყო ვთქვათ საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების და ამბობდა, რომ ევროკავშირი კაი ბატონო გაწევრიანდნენ ევროკავშირში. მაგრამ დღეს სიტუაცია იცვლება და ვხედავთ, რომ რუსეთიც ევროკავშირს უკვე სხვანაირად უფრო სერიოზულად აღიქვამს, რაც განაპირობა სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ხელმძღვანელობის პოლიტიკამ, რომელმაც აიძულა ევროპა გაცილებით მეტი ფული ჩაედო სამხედრო ხარჯებში და რეალურად ეს ყველაფერი კიდევ განაპირობა თვითონ რუსეთის არასწორმა ქმედებებმა და მისმა გაუაზრებელმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. კი ბატონო, ძალიან საინტერესო თემა არის თვითონ საფრანგეთის მიმართული, თუ შეიძლება ცოტა გადახურვა გავაკეთოთ. 50-იან წლებში იყო იდეა, რომ ევროპის ერთიანი ჯარი ჩამოყალიბებულიყო, ფრანგები იყვნენ ამის ინიციატორები, რამდენიმე ქვეყანამ, ასე ვთქვათ, ჩაერთო ამ თემაში, იდეა მოიწონა, მაგრამ შემდეგ თვითონ საფრანგეთის პარლამენტმა დაბლოკა საფრანგეთის გაერთიანება ამ ჯგუფში და ამიტომ ეს ევროპის ერთიანი ჯარი მოკვდა ჩანასახშივე. მაგრამ აქ ერთ-ერთი თემა, რის გამოც იყო დაწუნებული ეს იდეა იყო, რომ იმ პერიოდში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ იყო ნდობა ევროპულ ქვეყნებს შორის, დღეს რო უყურებთ ჩვენ ევროკავშირს და შეხმატკბილებულები არიან და მეზობლები არიან, კეთილმეზობლური ურთიერთობები აქვს, სულ სხვა სიტუაცია იყო მაშინ, ძალიან ახალი მომხდარი იყო მეორე მსოფლიო ომი და უდიდესი, უკიდურესი უნდობლობა ჰქონდათ მაგალითად ფრანგებს გერმანელების მიმართ და ეს კი და ეს იყო აღქმული როგორც პირდაპირ გზა გერმანიის აღზევებისკენ. იმ პერიოდში შესაბამისად ვერ მოხერხდა ეს.
მაგრამ დღევანდელი პერიოდი როგორც თქვით უკვე გვაქვს ჩვენ 60 წლიანი 70 წლიანი ურთიერთობები რომ შეხმატკბილებული ურთიერთობები, ნდობა გაძლიერებული, ერთიანი ნარატივის გეგმის გარშემო ჩამოყალიბებული ევროპა არის თუ არა ტრამპის ფაქტორი პოზიტიური იმ მხრივ, რომ შესაძლებელია გადაიხედოს ეს ძველი უნდობლობები და ახალი მიმართულებით ამერიკის პარალელურად, ნატოს პარალელურად, ეხლა არავინ ილუზიაში არ უნდა იყოს, რომ ხვალზე ჩანაცვლდება რაღაცა, მაგრამ დაიწყოს ამ მიმართულებით ფიქრობ, მაკრონს უყურს ხოლმე ძალიან ფრთიანი იდეების გაჟღერება, მაგრამ ფაქტობრივად არაფერი არ მოყვება ხოლმე, რამდენიმეჯერ აქვს ნათქვამი, რომ ერთიანი ევროპული ჯარი რაღაცა, მაგრამ პრაქტიკაში რამდენად რეალისტურია ამერიკის ფაქტორის გათვალისწინებით ეს? ხო. ნუ რეალობაში უნდა აღვნიშნოთ, რომ მაკრონის წინასაარჩევნო სიტყვები საკმაოდ საინტერესოა ხოლმე, ოღონდ სამწუხაროდ ისინი მართლა იდეის დონეზე რჩება. ამ შემთხვევაში, ოღონდ დღეს მართლა განსხვავებული ვითარება გვაქვს. დღეს თეორიულად არსებობს სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ევროპაში სერიოზული აი ამ სამხედრო ბლოკის ბირთვი აღმოჩნდეს, ეს არის უკრაინა. და რუსეთმა რეალურად შექმნა ევროპული ზესახელმწიფო უკრაინის სახით, თავისი ომით უკრაინის წინააღმდეგ მან გაერთიანა უკრაინელი ერი, რომ შეიძლება ითქვას საბოლოოდ ჩამოაყალიბა ის როგორც ერი და აქ შესაბამისად შეიქმნა უკვე სერიოზული სახელმწიფო, რომელსაც სამხედრო ბირთვის როლის თამაში შეუძლია. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ახლა მართლაც ნამდვილად უკვე 80 წელზე მეტი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, საფრანგეთსა და გერმანიას შორის უკვე პრაქტიკულად არ არსებობს რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია და უკვე იმდენად მიჩვეულია თაობა არ არსებობს, რომელსაც ომი ახსოვს, პრაქტიკულად ერთეულები არიან დარჩენილები, ვისაც ერთმანეთს შორის ომი ახსოვს და შესაბამისად ეს თაობა გაზრდილია იმაზე, რომ საფრანგეთი და გერმანია ერთმანეთს სპორტულ დაპირისპირებებში თუ უპირისპირდება თორე და სხვა ანტაგონიზმი მათ შორის პრაქტიკულად არ არის. და რეალურად ახლა ევროპის ისტორიას თუ გადავხედავთ, საფრანგეთი, გერმანია და ბრიტანეთი რო ერთიან ევროპულ ბლოკში ყოფილიყო, ასეთი სიტუაცია საერთოდ არ არსებულა ევროპის ისტორიის მანძილზე და დღეს გვაქვს ეს სიტუაცია. რეალურად ასე რომ ნატოდან ამერიკის გასვლა რასაკვირველია არ მოხდება, ყველაფერს თავი დავანუით კანონმდებლობით არის შეუძლებელი ეს, რადგანაც წინა კონგრესმა მიიღო შესაბამისი აქტი, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ეს ვერ მოხდება, მხოლოდ კონგრესის ორივე პალატის თანხმობით. ახლა სენატი ამას თანხმობას არასდროს არ მისცემს, რაც არ უნდა სურვილი კონდეს პრეზიდენტს. ყოველ შემთხვევაში არსებულ ვითარებაში ნამდვილად არ მოხდება მსგავსი რამ და უახლოეს მომავალში. შესაბამისად ვხედავთ უბრალოდ რომ ამერიკის შეერთებული შტატების როლი შეიძლება შემცირდეს ამ შემთხვევაში და ევროპის როლი გაიზარდოს, მაგრამ ეს რამდენად არის ცუდი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის, ეს მაინც და მაინც ცუდი არ არის პირიქით, რადგანაც დომინანტური ამერიკის შეერთებული შტატები, რომელსაც უკან მიყვებოდა ევროპა, სიამოვნებაში გაცილებით უფრო სუსტი იქნება, ვიდრე თითქმის თანაბრძოლოვანი ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ერთ ალიანსში, ეს გაცილებით უფრო ძლიერი იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მოწინააღმდეგე დღეს არის ჩინეთი, ახლა მაშინ იყო საბჭოთა კავშირი. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ამერიკას გაცილებით მეტი ყურადღების დათმობა სჭირდებოდა ევრაზიის კონტინენტზე, კონკრეტულად ევროპის მიმართულებაზე. დღეს, როდესაც ჩინეთი ყავს მეტოქეთ, მისთვის წყნარი ოკეანის აუზი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ ბუნებრივია აბსოლუტურად, რასაც დღეს აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება, ჩვენ ხედავთ, რომ ის ჩინეთს თანდათანობით აცლის თავის მოკავშირეებს, აცლის ნავთობის მიღების შესაძლებლობებს. ჩინეთი იღებდა ნავთობს ირანიდან და ვენესუელიდან ძირითადად და რუსეთიდან ახლა. ახლა გვაქვს სიტუაცია, როდესაც ვენესუელის ნავთობი ჩინეთმა მთლიანად დაკარგა, ირანის ნავთობის
პრობლემა უკვე სერიოზულად უდგას, რადგანაც ორმუზის სრუტე ჩაკეტილია და შესაბამისად ახლა სამ ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება ჩინეთისთვის, იქიდან ნავთობის მიღება გაცილებით რთულია და ამით მცირდება შანსები იმისი, რომ ჩინეთი რაიმე აგრესიულ მოქმედებებს დაიწყებს თაივანის მიმართულებით. რაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დღეს უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ 380 კილომეტრიანია ეს სრუტე და მისი გადალახვა ჩვეულებრივ იყო წარმოუდგენელი, დღევანდელ ტექნოლოგიურ განვითარებაში ვითარება ცოტა შეიცვალა. შეიცვალა რა კუთხით, ჩვენ ვხედავთ დღეს დრონებს, რომლებიც უპრობლემოდ დაფრინავს ამ მანძილზე და უფრო შორ მანძილზეც. და პლუს ამას დრონების რაოდენობა იმდენად მნიშვნელოვანია, დრონი ბევრად უფრო იაფფასიანი საშუალება არის, ვიდრე რაკეტები, რომელიც აქამდე გამოიყენებოდა. შესაბამისად, თავარი წინააღმდეგობა, რომელიც ჩინეთს ჰქონდა ამ შემთხვევაში თაივანთან მიმართებაში, იყო ამერიკის შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ფლოტი. რომელსაც ის ვერაფერს ვერ უშვებოდა და რომელსაც ის ვერაფრით ვერ ჯობნიდა. ჩინეთის ფლოტი ვითარდება უკანასკნელ წლებში საკმაოდ დიდი რაოდენობით, თუმცა ეს არის მაინც უფრო მცირე ხომალდების კუთხით. განვითარება ავიამზიდების კუთხით ამ განვითარებას ჩვენ მაინც და მაინც ვერ ხედავთ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ავიამზიდები ჩინეთს იმდენად თაივანთან მიმართებაში არ სჭირდება, იმიტომ რომ ხმელეთიდანაც შესაბამისად შეუძლია თვითმფრინავების საკმარისი რაოდენობით დაფრენა. მაგრამ ეს იყო ის, რასაც ის ვერ გაანეიტრალებდა. აი, დრონების, იაფფასიანი დრონების უზარმაზარი რაოდენობის გამოშვებით უკვე ფლოტის მდგომარეობაც გაცილებით უფრო დაუცველი ხდება, რეალურად ჩვენ ვხედავთ ამას. იგივე ირანს რაღაც მომენტებში მოახერხა მცირე ზიანის, მაგრამ მიყენება ამერიკული ხომალდებისთვის თავისი იაფფასიანი დრონებით. ახლა წარმოიდგინეთ ირანის შესაძლებლობები სამრეწველო ამ კუთხით გაცილებით ნაკლებია ვიდრე ჩინეთის. ჩინეთს შეუძლია უბრალოდ მილიონობით დრონი აწარმოოს და ახლა ერთდროულად გაფრინდება თქვათ 100,000 დრონი, არ ამგონია რომ რომელიმე ხომალდის ან თუნდაც მთლიანად ფლოტის ხაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ შეძლოს მათი ჩამოგდება ყველასი და შესაბამისად მოუწევს უკეთეს შემთხვევაში გაწევა. ანუ ფლოტის განაიტრალება უკვე რეალურად შესაძლებელი ხდება ამ ვითარებაში ამ მდგომარეობით. სრულიად ბოლო 5 წელიწადში სრულიად შეიცვალა სამხედრო მიმართულებები ამ კუთხით. ჩვენთვის უცნობია რეალურად ჩინეთი რას საკეთებს ამ მიმართულებით. ჩინეთი, აი ირანული დრონები ვიცით, რუსეთი აწარმოებს, უკრაინა მსოფლიო ლიდერად იქცა დრონების წარმოებაში. აი ჩინეთი რას აკეთებს არ ვიცით ნორმალურად. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ჩუმად ნამდვილად აკეთებენ ამ დრონებს, უბრალოდ არავის არ აძლევენ ამ შემთხვევაში და არ ყიდიან იმისათვის, რომ თავის ტექნოლოგიები თვითონ გამოიყენონ და გარკვეულწილად სი ძინპინის განცხადება, რომ 2027 წელს ჩვენ დავიკავებთ თაივანს, დაფუძნებულია ჩემი აზრით ზუსტად იმაზე, რომ ის აგროვებს აი ამ მიმართულებით ბირთვს, დიდი რაოდენობით დრონებს. და რუსეთსაც არ აძლევენ, ვხედავთ ჩვენ ამას, რუსეთი საკუთარი წარმოებით არის ამ შემთხვევაში და მგონია, რომ ეს იქნება ყველაზე დიდი საფრთხე რეალურად, რაც კი შეიძლება ამ შემთხვევაში გაჩნდეს. თუ ჩინეთი რეალურად აწარმოებს საკუთარ დრონებს, ძალიან ლოგიკურია რუსეთს არ მისცეს, იმიტომ რომ ნებისმიერ ჩამოვარდნილი დრონი გამოკვლეული იქნება, ამიტომ ურჩევნია თავისთვის შეინახოს და ზუსტად ბრძოლაში ჩართვას აქვს თავისი მინუსები, მიუხედავად იმისა, რომ დატესტვა შეიძლება შეისწავლონ შენი ტექნოლოგიები. კი, ამიტომაცაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები თვლის სწორედ თავის თავმოწინააღმდეგეთ ჩინეთს, ამიტომაც არის კარგი ერთი მხრივ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა როგორც იქნა მიიღო გარკვეული საბრძოლო გამოცდილება ამ დრონებთან ურთიერთქმედების ირანის კონფლიქტის პირობებში,
რას ახლა რაკი გადავიდა ირანზე საუბარი, აქ უკვე რა და როგორ ხდება ამ შემთხვევაში ირანის სიტუაციას ხშირად ამსგავსებენ ერაყის და ავღანეთის ომებს, თუმცა პირადად მე მგონია რომ ეს ასე არ არის და მით უმეტეს ეს არ არის ვიეტნამი. კი ბატონო, აქ ცოტა განსხვავებული სიტუაცია გვაქვს, მაგრამ ამერიკის გადაწყვეტილებამ რომ შესულიყო არ შესულა საჰაერო ოპერაციები განეხორციელებინა ირანში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია განსაკუთრებით ამერიკის მოკავშირეებში. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, რომ გერმანიის კანცლერმა მერცმა დაწერა, რომ ამერიკას სტრატეგია არ გააჩნია ამ მიმართულებით, შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცადა, რომ შეეცვალა ეს სიტყვები და განემარტა, რომ რეალურად თეირანს აფრთხილებსო კანცლერი, მაგრამ წინადადებას რო წაიკითხავ, ამერიკის მიმართულებით არის კრიტიკა, რომ მათ არანაირ გეგმა არ აქვთ და ამის პარალელურად აკრიტიკებენ მოკავშირეებს, ბრიტანეთსაც იგივე პოზიცია ჰქონდა, ჩვენ არ ჩავერთვებით ოპერაციაში, რომელზეც არავინ არ გაგვაფრთხილაო, საფრანგეთსაც იგივე თემა აქვს. ჰორმუზის სრუტე ვახსენეთ და ძირითადი დაზარალებულები, ჩინეთი რა თქმა უნდა არის დაზარალებული, მაგრამ ძირითადი დაზარალებულები ნავთობის მიმართულებით არიან იაპონია, ტაივანი და სამხრეთ კორეა, ეს სამი ქვეყანა სახელმწიფო, რომელიც ჩინეთის გარშემო არიან და თუ ამერიკის მთავარი ამოცანა ჩინეთის შესუსტება, მაშინ ლოგიკურად მოკავშირეებთან და გააძლიეროს სიტუაცია. პრემიერ-მინისტრი იყო იაპონიის ჩასული თეთრ სახლში, სადაც საუბრები იყო ამ თემაზე. დღეს გადავამოწმე ინფორმაცია 70% იაპონიის ნავთობის გამოდის ჰორმუზის სრუტიდან. ანუ კი აქვთ რეზერვები, ახლა თავშენახული ხალხი არის და ერთი წლის სამყოფი რეზერვები ექნებათ, მაგრამ ამას ძალიან დიდი გავლენა აქვს მათ ეკონომიკაზე, ფასებზე და შესაბამისად ძალიან ამერიკის მიმართ დამოკიდებულებაზეც. საინტერესოა რა შეიცვალა ბოლო პერიოდში, რომ ამერიკის მოკავშირეები ასე ღიად და აქტიურად აკრიტიკებენ, იმიტომ რომ ჩვენ რო შევადაროთ ერაყს ან ავღანეთს, ამერიკა იქ მოკავშირეებთან ერთად შევიდა, მარტო არ შესულა. იმათ შეიძლება ყველა გვერდში არ ედგა, მაგრამ ხან ნატოს ზურგი ქონდა, ხან ბრიტანეთის ზურგი ქონდა, სხვადასხვა ქვეყნები ყოველთვის ერთვებოდნენ ამ თემაში და ეს არის პირველი ოპერაცია, სადაც მხოლოდ ისრაელთან ერთად არის ჩართული, რომელიც არ არის მაგალითად ნატოს წევრი ან არ არის ამერიკის ერთ-ერთი დიდი მოკავშირე, ასე ვთქვათ. კი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავღანეთთან მიმართებაში მოქმედებდა რეალობაში ნატოს წესდების მეხუთე მუხლი, რადგანაც თავდასხმა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, კერძოდ მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე, პენტაგონზე და ასე შემდეგ 11 სექტემბრის ტერაქტები იყო ზუსტად ალ-კაიდას მიერ მოწყობილი და ალ-კაიდას ხელმძღვანელობა თავს აფარებდა ავღანეთს და მათ მხარს უჭერდა თალიბების რეჟიმი. ასე რომ იქ სამხედრო ჩართულობისას პრაქტიკულად ნატომ ერთხმად მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება ერაყს, ახლა იქ ვნახეთ, რომ საფრანგეთმა უარი თქვა და თქვა, რომ არ იყო განპირობებული, რეალურად ფრანგები მართალი აღმოჩნდნენ, რადგანაც როდესაც საუბარი მიდიოდა მასობრივი განადგურების იარაღზე, ამერიკელები ყოველთვის ხაზს უსვამდნენ, თითქოს აქ საუბარი მიდიოდა ბირთვულ იარაღზე ერაყის მხრიდან. მასობრივი განადგურების იარაღის სიამბლეში ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღიცაა და ესენი ერაყს ნამდვილად გააჩნდა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თვითონ წარმოაჩინა ვითარება ისე, თითქოს საუბარი მიდიოდა ბირთვული იარაღის შექმნაზე ერაყის მხრიდან და შემდგომ უკვე შეცდომა ორივეგან იყო ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხედრო მიზნები სწორედ რო სწრაფად განახორციელა, მაგრამ შემდგომი მიზანი რა ქონდა, პრაქტიკულად არც სტრატეგია ქონდათ სწორი, შემუშავებული, ტაქტიკურადაც უამრავი შეცდომა დაუშვეს, განსაკუთრებით ავღანეთში ლოია ჯირგას შემდეგ თავისუფლად შეიძლებოდა გამოსვლა, როდესაც არჩეული იქნა ახალი პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი ამ საერთო თავყრილობაზე. საერთოდ არ სჭირდებოდათ მათ იქ დარჩენა უკვე სამხედრო თვალსაზრისით, უნდა გააკეთებინათ ის, რაც გააკეთა ერთადერთმა დამპყრობელმა, რომელმაც მოიგო ომი ავღანეთში. საუბარია ბრიტანეთზე, ბრიტანეთმაც ერთი ომი მოიგო, თორემ მეორე წააგო მანამდე, მეორე ომზეა საუბარია ავღანეთის, როდესაც ადგა და დააყენა თავისი სასურველი
კანდიდატი ავღანეთის ემირის პოსტზე მე-19 საუკუნის 70-იან წლებში და მე უთხრა რომ ქვეყანა შენთვის ჩამიბარებია, მთავარია დაიცავი გადმოსასვლელები, ფული აგერ ჩვენი და რაც გინდა ის აკეთე აწი შიგნით, ჩვენ არ ჩავერევით. მთავარია რომ ინდოეთის გადმოსასვლელსკენ მომავალი გზები შენ დაბლოკო რუსეთიდან. ყველა კმაყოფილი იყო ამ სიტუაციაში, აქ ამერიკამ ტრილიონობით დოლარი დახარჯა იმაში, რაც რეალურად არ კეთდებოდა და ეს ფული ძირითადად კორუფციაში წავიდა. ერაყში კიდევ შეცდომა იყო, როდესაც არმია დაშალეს, რამაც გააჩინა შემდგომში კიდევაც ისლამური სახელმწიფო და გაუთვლელი ნაბიჯები იყო. ირანთან მიმართებაში ჩვენს გვაქვს სხვა სიტუაცია რეალურად. ირანი განსხვავებით ერაყისაგან და ავღანეთისაგან გაცილებით მოწყვლადია შიგნით ამ სიტუაციაში დღეს. იმ კუთხით, რომ ხელისუფლების მომხრეთა რაოდენობა კვეთრად ნაკლებია ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა რაოდენობის, მაგრამ ამ მომხრეებს გააჩნიათ ხელში იარაღი, რომლითაც ისინი არ უშვებენ მოწინააღმდეგეებს, არაძლევენ მოწინააღმდეგეებს საშუალებას, რომ შეცვალონ რეჟიმი. სამხედრო მოქმედებების დასაწყისში მე დამრჩა შეგიძლია რომ ამერიკელებს ეგონათ რომ დაბომბვების შედეგად მოსახლეობა გამოვიდოდა გარეთ და დაამხობდა რეჟიმს, მაგრამ ეს ასე ვერ მოხდება, როდესაც იარაღიანი ხალხი არ გიჭერს შენ მხარს. ამ მოსახლეობას იარაღი რო ქონოდა, იანვარში დაამხობდა რეჟიმს, როდესაც 10,000-ობით დემონსტრანტი იქნა მოკლული პირდაპირ ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით უბრალოდ დახვრეტელი იქნა ქუჩებში ირანის ხელისუფლების მიერ. მაგრამ აი ამ კონფლიქტის დაწყების შემდეგ ირანმა გარკვეულწილად შეუძლებელი გახადა ამერიკის შეერთებული შტატების უკან დახევა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით. რომ არ ჩაეკეტათ ირანელებს ჰორმუზის სრუტე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ მომენტისათვის უკვე რაღაცნაირი სახით ამერიკა ეცდებოდა, რომ გასულიყო ამ სამხედრო მოქმედებებიდან, იმიტომ რომ ტრამპის მიზანს რეალურად ხანგრძლივი სამხედრო მოქმედებები არ წარმოადგენდა. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ამერიკის შეერთებული შტატები აღმოაჩინა ისეთ სიტუაციაში, როდესაც ირანი ფაქტობრივად ირანი კარნახობს მოქმედებებს ამ შემთხვევაში მსოფლიო მასშტაბით. და იძულებული გახდა უკვე თავად მოეწყო ჰორმუზის სრუტის ბლოკადა. რამაც ირანის ეკონომიკაზე უდიდესი დარტყმა მიიტანა და შესაბამისად ახლა გვაქვს ძალიან უცნაური სიტუაცია. რაც უფრო მეტხანს გაგრძელდება აი ეს ვითომ ცეცხლის შეწყვეტის ვითარება, სიამოვნებაში ნორმალურად ცეცხლიც არ არის შეწყვეტილი, არ შეთანხმება არსებობს არც არაფერი, უბრალოდ ცალმხრივად ტრამპის მიერ გამოცხადებულია, რომ ის არაპირებს ჯერჯერობით განაახლოს დაბომბვები. ირანის ეკონომიკა სულ უფრო და უფრო უარეს დღეში შედის ამ შემთხვევაში და თან ხელისუფლება უკან დახევასაც ვერ ახერხებს ირანის, იმიტომ რომ ტრამპის მოთხოვნა არის ბირთვული განიარაღება, რასაც არ არსებობს შანსი, რომ ირანის ხელისუფლება დათანხმდეს დღევანდელი, იმიტომ რომ ყველასათვის ნათელია, რომ თუ ბირთვული იარაღი დღეს შენ არ გაქვს, შენ ყოველთვის შეიძლება გახდე აი ასეთი თავდასხმის სვერპლი. ჩვენ ნახეთ ეს პირველად რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ, როდესაც წამოიწყო აგრესია, ჯერ 2014 წელს ყირიმთან მიმართებაში, შემდგომ იმავე წლის ზაფხულიდან დონბასის მიმართულებით და 2022 წელს უკვე ფართომასშტაბიანი ომის დაწყებით. ეს ხომ შეუძლებელი იქნებოდა 1995 წელს, რომ უკრაინას უარიერეთ თქვა ნებაყოფლობით თავის ბირთვულ არსენალზე, რომელიც აღემატებოდა ჩინეთისას, ანუ წარმოიდგინეთ, მესამე სახელმწიფო იყო ბირთვული არსენალით უკრაინა თავისი რაკეტქობინების რაოდენობით. და მთლიანად უარი თქვა ამაზე, სანაცვლოდ მიიღო გარანტიები ბუდაპეშტის მემორანდუმით რუსეთის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატებისაგან. როგორც თქვენ, ასე ვთქვათ, როგორც არც ჩვეულებრივ მაყურებელს არ ჩვენ არავის არავითარი, ასე ვთქვათ, ხეირი ამ გარანტიებისგან არ ქონია, ისე არ ქონია უკრაინას და აღმოჩნდა განიარაღებული და მსხვერპლი. შესაბამისად ირანის ხელისუფლება იმისა უარს ვერ იტყვის ელემენტარულად, იმიტომ რომ ამ რეჟიმს
არ შეუძლია მშვიდობიანი თანაცხოვრება რეალურად არც ქვეყნის შიგნით არ შეუძლია ნორმალური ვითარების მოწყობა და არც ქვეყნის გარეთ შეუძლია ნორმალური ვითარებაში თანაცხოვრება, რადგანაც ოფიციალურად გამოცხადებული ყავს ისრაელი მტრად, რომელიც უნდა აღიქამოს პირისაგან მიწისა. თავის იდეოლოგიაზე მთლიანად უნდა თქვას ამ რეჟიმმა უარი და იდეოლოგიაზე თუ არ სიტყვის, მაშინ ეს უკვე ის რეჟიმი არ არის ამ შემთხვევაში. და ამან ყველაფერი მიგვიყვანს ალბათ იქამდე, რომ გაიჭიმება ცოტა კონფლიქტი, რამდენ ხანს ძნელი სათქმელია, მაგრამ არ ამგონია, რომ ძალიან დიდ ხანს. რადგანაც ეკონომიკური ვითარება ირანში იქნება ალბათ კატასტროფული უახლოესი რამდენიმე კვირის შემდეგ. ისედაც ფინანსური თვალსაზრისით ირანული რეალი ის იმდენად გაუფასურებული იყო, რომ პრაქტიკულად არაფერს არ წარმოადგენდა. ახლა ამ ბლოკადის პირობებში ირანი გაცილებით უარეს მდგომარეობაში იქნება და შესაბამისად არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდ რო არ დასჭირდეს ახლა დარტყმა ამერიკის ხელისუფლებას, ისევ განახლდეს შიდა პროტესტი ამ შემთხვევაში. და აი ამ ვითარებაში უკვე იმ შიდა პროტესტის ჩახშობა შეიარაღებული ძალებით გაცილებით გართულებულია, რადგანაც რეალურად საკმარისად დიდი რაოდენობა გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებს ავიაციის, რომ უზრუნველყოს საავიაციო დარტყმები და უზრუნველყოს რამდენიმე 1000 ჯარისკაცის გადასხმა ირანის ნებისმიერ რაიონში. ჩვენ ნახეთ ირანის ტერიტორიაზე ერთი პილოტის გამოსაყვანად რა ოპერაცია ჩაატარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გამოიყვანა ის თავისი პილოტი. ვერაფერი ვერ გააკეთეს ირანელებმა, ვერ მოახერხეს ამ პილოტის ტყვე-დაყვანა ან მოკლა და ვერავინ ვერ მოკლეს იმ დამხმარა ჯარებიდანაც მსუბუქად დაჭრილები იყვნენ ძირითადად ამერიკელი სამხედროები. ანუ სამხედრო თვალსაზრისით ამერიკის ოპერაცია არის ძალიან დიდი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ახლანდელი სტატუს-კვო, რომელიც ნამდვილად არ იყო სტრატეგიულად წინასწარ დაგეგმილი, ნამდვილად არ არსებობდა ეს მონახაზი ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების გეგმებში, მაგრამ იმპროვიზაცია, როდესაც ირანის ასე ვთქვათ, კონტრდარტყმა მიიღეს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, იმპროვიზაციული პასუხი გამოდგა ისეთი, რომელიც ირანისთვის არის მძიმე. კი, ზარალდება ამერიკის მოკავშირეებიც, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში არსებობს შესაძლებლობა იმის, რომ სხვა მიმართულებებიდან მიიღოს ამ ხალხმა, ამ ქვეყნებმა ნავთობი. ჩვენ ვხედავთ, რომ საუდის არაბეთმა დაიწყო ამუშავება ალტერნატიული გზების, არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა საერთოდ ოპეკიდან გასვლა გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად ოპეკის დაშლისკენ მიმართული ნაბიჯია და ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ძალზე ხელსაყრელი მომენტია. რადგანაც ფასების რეგულირება, რომელსაც ოპეკი ახდენდა, მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა იმას, რომ დიდი ცვლილებები არ იყო ნავთობის ბაზარზე, მაგრამ ამავდროულად განაპირობებდა მაღალ ფასს. და როდესაც არ იქნება შეზღუდული სახელმწიფოები კვოტებით, ყველა მოიპოვებს იმდენს, რამდენსაც მოისურვებს, რომ გააყიდოს ამ შემთხვევაში და ამ ხრივ სპარსეთწყურის არაბულ სახელმწიფოებს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე თქვათ სხვა სახელმწიფოებს ნავთობის წარმოებელს, რომელთაც ელემენტარულად არ გააჩნიათ იმ რაოდენობით იოლად მოპოვებადი ნავთობი, თვითღირებულება აქ გაცილებით ნაკლებია ნავთობის, ვიდრე თქვათ რუსეთში. რუსეთში თვითღირებულება გაცილებით ძვირია. კი ბატონო. ძალიან საინტერესოა, ჩვენ ვახსენეთ, რომ ორ მხრივად არის ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტე. აქ ერთი რაღაცა უნდა ვახსენოთ, რომ ხშირად ან სოციალურ მედიაში მიმებად არის, რომ ჩვენს ჩაკეტე, მეც ჩავკეტე. რეალურად სიტუაცია ისე იყო, რომ ირანი ატარებდა ჩინეთის და სხვადასხვა მისი მეგობარი ქვეყნების გემებს
ირანელებს მათ აწვდიდა ნავთობს, ყიდიდა ამ ნავთობს და ამერიკამ უბრალოდ ეს ნაწილი ჩაკეტა. ანუ ამერიკის მოკავშირეებს ან დასავლეთის ქვეყნებს არ ატარებდნენ ისედაც. შესაბამისად, ანუ ეს კი შეიძლება კომიკურად ჟღერს, რომ უნდოდა ტრამპს რო გაიხსნა, მაგრამ ბოლოს ბლოკადა მოახდინა, მაგრამ რეალურად ეს გავლენას ახდენს ისევ იმ მიმართულებით. თუ ვამბობთ, რომ ჩინეთის შესუსტება არის, ერთის მხრივ ირანს უკეტავს შემოსავლის წყაროს და მეორეს მხრივ ჩინეთს უკეტავს, ასე ვთქვათ, ნავთობის მოპოვების წყაროს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ რამდენი ხანი შეიძლება გაგრძელდეს. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩემი აზრით ამ მიმართულებით არის ამერიკის შუალედური არჩევნები. ირანს თუ აქვს სურვილი, რომ რამენაირად დონალდ ტრამპი დაამციროს, ეს იქნება, რომ ამერიკის შუალედურ არჩევნებში ერთ-ერთი ფაქტორი იყოს ირანი, რის გამოც შეიძლება რესპუბლიკურმა პარტიამ დაკარგოს ხმები და მე ჩემი აზრით თუ შესაძლებელია ირანის მხრიდან ეკონომიკურად თუ იქნება მოხერხებადი, არ მგონია, რომ სიტუაცია დარეგულირდეს და გამარჯვება გაუფორმდეს დონალდ ტრამპს არჩევნებამდე. ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად ეცდებიან, რომ ბოლომდე გამოიყენონ ეს შანსი, რომ შუალედური არჩევნებისთვის დააზიანონ და ამიტომ არ ველოდები, რომ ძალიან მალე დასრულდება და მე ვფიქრობ, რომ თვითონ ტრამპიც არ ელოდება, რომ მალე დასრულდება. გუშინ იყო საუბარი, ჟურნალისტმა ესეთ პროვოკაციული კითხვა დაუსვა. უკრაინის ომს უფრო მალე დაამთავრებთ თუ ირანისასო და სავარაუდოდ ორივე ერთდროულად დამთავრდებაო. ესეთი პასუხი გასცა ტრამპმა, ამიტომ არ მგონია, რომ ძალიან თვითონაც ძალიან ოპტიმისტურად იყოს განწყობილი ამ მიმართულებით. უნდა ვთქვათ, რომ ტრამპის მცდელობები რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრებასთან დაკავშირებით ცალსახად განწირულია წარუმატებლობისთვის, რადგანაც ძირითადი მცდელობა ზეწოლა მიდის უკრაინას და უკრაინა არ არის დღეს იმ სიტუაციაში, რომ მას უკარნახო ომის პირობები. უკრაინა ამ პირობებს არ დათანხმებია 2022 წლის გაზაფხულზე და 2022 წლის ზაფხულში, როდესაც გაცილებით უარეს მდგომარეობაში იყო სამხედრო თვალსაზრისით და გაცილებით უარეს მდგომარეობაში იყო ეკონომიკური თვალსაზრისით. და დღეს უკრაინას არაფერია, ასე ვთქვათ, დასათანხმებელი ამისთვის არ სჭირს, რადგანაც სამხედრო ინიციატივა რეალურად რუსეთის ხელში უკვე არ არის, ნეიტრალურია რეალურად და უკვე ჩანს ნიშნები, რომ ინიციატივა თანდათანობით უკრაინის მხარეს უნდა გადავიდეს, რადგანაც უკრაინელები პრაქტიკულად არ ეყენებენ ცოცხალ ძალას პოზიციების დასაკავებლად და პოზიციების გასამაგრებლად, ძირითადად იყენებენ რობოტიზებულ კომპლექსებს და დრონებს, რომელშიც მათ უპირატესობა გააჩნიათ და ეს უპირატესობა თან ისე ხდება, რომ წლიდან წლამდე კი არ მცირდება და თვიდან თვემდე, არამედ იზრდება გარკვეულწილად, რადგანაც ვხედავთ, რომ უკრაინელებმა ბოლო 2 თვის განმავლობაში გაანადგურეს პრაქტიკულად რუსეთის სანავთობო საექსპორტო პოტენციალის თითქმის ნახევარი. მესამედზე მეტი რეალურად გამოიყვანეს წყობიდან, იქნებოდა ეს უსტლუგაში თუ ბალტიის ზღვის სხვა მიმართულებით თუ იქნებოდა ეს ტუაფსეში, ახლა სადაც პრაქტიკულად ერთადერთი რეალურად მოქმედი პორტი დარჩა რუსეთს ნოვოროსიისკის სახით. რაც შეეხება ირანთან ომის დამთავრებას, ეს მთლიანად ტრამპის ხელშია, როდის დამთავრდება. ამ შემთხვევაში უბრალოდ კაპიტულაცია მისთვის კატასტროფული იქნება, ზუსტად იმ შუალედური არჩევნების გათვალისწინებით. თუმცა რამდენად იქონიებს გავლენას ირანის საკითხი შუალედურ არჩევნებზე, იმ სიტუაციაში თუ აი ახლა რაც არის ის მდგომარეობა გაგრძელდა, ალბათ გავლენა იქნება მინიმალური. ანუ აქტიური სამხედრო მოქმედებები არ მიმდინარეობს ამ სიტუაციაში. სახმელეთო ოპერაცია საერთოდ არ განხორციელებულა და რაც ვხედავთ, ანუ შესაბამისად ამერიკა ბლოკავს ირანს, ბლოკავს ჩინეთს და რა ამერიკის მოსახლეობისთვის ამით რა იცვლება? ეკონომიკური პრობლემები. ბენზინის ფასი არის კატასტროფულად მაღალი. ხო და აი ზუსტად აი ამ მიმართულებით მუშაობას თუ მოახერხებს ამერიკის შეერთებული შტატები და ვნახეთ, რომ პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით გადაიდგა საუდის არაბეთის გაერთიანებული საამიროების მიერ ოპეკიდან გამოსვლით
და თუ ნავთობის ფასის დაცემა მოხერხდა, მაშინ შედეგები ისეთი კატასტროფული არ იქნება. კი, მოუწევთ რომ დაარეგულირონ ეს ფასები, იმიტომ რომ რეკორდულად მაღალი არის უკვე ბენზინის ფასები. თუ გავითვალისწინებთ ტრამპის წინა საარჩევნო დაპირებებს, რაც სულ რაღაც 2 წლის წინ იყო, რომ დაბალი ბენზინის ფასები, დაბალი პროდუქტის ფასები და არანაირი ახალი საზღვარგარეთული ომები, სამიდან არც ერთი პირიქით წავიდა სიტუაცია, შესაბამისად ძალიან ხელსაყრელი სიტუაციაა დემოკრატებისთვის ადგილობრივ არჩევნებში, რომ სერიოზული შედეგი დადონ განსაკუთრებით იმ ხალხთან, ვინც ტრამპის ძირითადი დემოგრაფია, ფერმერები, რომლებიც დიზელზე მუშაობენ და დიზელი $1 და 20 ცენტით არის გაძვირებული ბოლო 1 თვის განმავლობაში. ამიტომ გულისხმობდი, რომ შუალედურზე შეიძლება $1 და 20 ცენტით გაძვირდა გალონი და არა ლიტრი. გალონი, კი, ნამდვილად. ანუ რეალური გაძვირება 30 ცენტი გამოდის ამ შემთხვევაში. დიახ, ეს ძალიან მოქმედებს ხოლმე ამერიკელ ამორჩეულზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს აქ უნიკალური სიტუაცია. ეს არის პირველი ომი ამერიკის, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებს, მართალია მთლად ბოლომდე ომია. რეალურად არ არის, ანუ სახმელეთო ოპერაციები ამ შემთხვევაში არ არის. გავს უფრო კამპანიას იუგოსლავიის წინააღმდეგ თავის დროზე, რომელიც იყო 90-იან წლებში და რომელიც წარმატებული გამოდგა რეალურად და რომელმაც საბოლოო ჯამში მილოშევიჩის რეჟიმის დამხობა გამოიწვია, მართალია არა უცბად და არა პირდაპირ იმ მომენტში, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ. და ამ სიტუაციაში მოსახლეობის მხარდაჭერა, ეს არის პირველი ომი, რომელსაც ამერიკის მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები ჰქონდა მხარდაჭერა. დაახლოებით 40%-ზე ოდნავ მეტი იყო. ოღონდ რაც მეტი დრო გადის, ბევრად კი არ მცირდება. ანუ ჩვენ მქონდა ომები, სადაც მხარდაჭერა იყო 75-80% და სადაც ნახევარ წლის მერე მხარდაჭერა ვარდებოდა 50%-ს ქვევით და მერე 30%-მდე და ბოლოს ვიეტნამის ომი საერთოდ იმდენად არაპოპულარული გახდა. ბოლოს ლამის 90%-იანი მხარდაჭერიდან თავდაპირველად, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ იცოდნენ როგორ გამოსულიყვნენ იქიდან და ყველაზე სისხლის ღრუელი კონფლიქტი ჰქონდათ ისტორიაში, ესე იგი მხოლოდ სამოქალაქო ომის და მსოფლიო ომებში განცდილი მსხვერპლი აღემატება ვიეტნამის ომის მსხვერპლს. იგივე ვითარება ჰქონდა ერაყთან მიმართებაში. აქ ვითარება პრაქტიკულად არ იცვლება, ანუ დგას იმ 40%-ის პარალელებში. მაქსიმუმი იყო 42 თუ 43% და მინიმუმი იყო 37. ანუ პრაქტიკულად ცვლილების გარეშეა და თან ხან ოდნავ დაიკლებს, ოდნავ მოიმატებს, ოდნავ დაიკლებს, ოდნავ მოიმატებს. ანუ არანაირი რეალური დიდი ზეგავლენა ამ მომენტისათვის ამას არ აქვს ამერიკელი ამორჩევლის გუნება-განწყობილებაზე, რომელიც ისედაც ხელისუფლების საწინააღმდეგოა, ისედაც შუალედური არჩევნების დროს. პრაქტიკულად ყოველთვის შუალედურ არჩევნებში პრეზიდენტის პარტია მარცხდება. ეს ამერიკული ფენომენია, ისინი თვლიან, ამერიკელები თვლიან, რომ არ უნდა მისცე კონსოლიდირება ერთი და იგივე პარტიას მთელი ძალაუფლების, ანუ რაღაცნაირად უნდა გაყოფილი იყოს. შესაბამისად პერიოდს, როდესაც პრეზიდენტი, წარმომადგენელთა პალატა და სენატი სამივე არის ერთი პარტიის ხელში, ასეთი პერიოდები არის იშვიათი და ჩვეულებრივ 2 წელზე მეტს არ გრძელდება. 4 წელი პრაქტიკულად არც ერთ პრეზიდენტს რუზველტიდან მოყოლებული არ ჰქონია იმის ფუფუნება, რომ ყოფილიყო სრულად კონგრესის ბატონ პატრონი. და შესაბამისად ეს შუალედური არჩევნები განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკაში ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლები არიან უმრავლესობაში, რომლებიც ხან ერთ პარტიას უჭერენ მხარს, ხან მეორეს, ბოლო დროს უფრო დემოკრატებისკენ იხრებოდნენ, მაგრამ ტრამპის გამოჩენის შემდგომ გარკვეულწილად
გათანაბრდა ეგ პროცესი, ხან ერთს ემხრობიან, ხან მეორეს და შესაბამისად ახლა მეტი შანსია რომ მიემხრონ დემოკრატებს განურჩევლად იმისა, რა მოხდება ირანში. აი სულ რომ ხვალ კაპიტულაცია გამოაცხადოს ირანის რეჟიმმა, დაიწყოს თავისი დემონტაჟი და დემოკრატიულად ჩაატაროს არჩევნები და გადააბაროს ხელისუფლება, აი სულ რომ ეს მოხდეს სექტემბრამდე დამიჯერეთ არანაირი პლუსი ამით მაინც და მაინც რესპუბლიკელებს არ ექნებათ არჩევნებში, იმიტომ რომ ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ეს. თუნდაც ფასები აწიც რომ დაეცეს, თავარი ძირითადი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების პერიოდში ფასები მაინც იყო ძალიან მაღალი, ამიტომ მაინც პრობლემა იქნება ყველა ვარიანტში ხელისუფლებისთვის. გახსოვს ჯო ბაიდენს კვერცხის ფასმა დაატყვა ძალიან მაშინ წინა საარჩევნო დრო ლამის გაორმაგდა კვერცხი. კი ბატონო, ერთ-ერთი ჩვენ ვახსენეთ, რომ ამ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით ჩინეთთან ერთად ზიანდება ამერიკის მოკავშირეები და ამ მიმართულებით მინდა ჩვენი საუბრის გაგრძელება. ამერიკის მოკავშირეები, მისი ალიანსები, მისი საერთაშორისო წესრიგი ზოგადად არის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი, დიპლომატიური მონაპოვარი, საერთაშორისო წესრიგი, რომელმაც პრაქტიკულად უზრუნველყო დიდი ომების გარეშე ყველაზე დიდი პერიოდის გატარება კაცობრიობის ისტორიაში. აქედან მინდა რომ ვისაუბროთ რომ რა გავლენა იქონია ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ტრამპის პრეზიდენტობისას ამერიკის ქმედებებმა საერთაშორისო წესრიგზე, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ ამერიკის არაპროგნოზირებადობას, იმიტომ რომ მოსალოდნელი იყო რომ ამერიკა მის პარტნიორებს, მის მოკავშირეებს გვერდში დაუდგებოდა, მათ შორის უკრაინის მაგალითზე რო ავიღოთ, მაგრამ ტრამპის პრეზიდენტობის დაწყებიდან ჩვენ ვხედავთ რომ ძირითადი ძალისხმევა ადმინისტრაციის მოდის ომის შეკავების მხრივ უკრაინაზე და არა რუსეთზე, მიუხედავად იმისა, რომ სანქციები წესდება, ხანდახან არის ხოლმე რეპლიკები, მაინც უკრაინაზე ხდება ხოლმე ძირითადი აქცენტი და როგორ არის ეს აღქმული საერთაშორისო მათი პარტნიორებისგან ნიშნავს თუ არა ეს, რომ ამერიკა უფრო ლიბერალური სოფხედველობიდან რეალ პოლიტიკაზე გადავიდა, სადაც მოსალოდნელია, რომ ზე სახელმწიფომ, რომელიც შენი მეგობარი და პარტნიორია, შენი სუვერენიტეტით და ტერიტორიებით ვაჭრობა დაიწყოს სხვა დიდ სახელმწიფოებთან. მცირე ისტორიული ექსკურსი იქნება გასაკეთებელი, იმიტომ რომ რეალურად თუ ჩვენ შევხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას ალიანსებთან მიმართებაში, ცივი ომის დროს ეს სხვაგვარი იყო და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ცოტა სხვაგვარი, როდესაც შეიცვალა ვითარება. ცივი ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მთავარი იყო მოკავშირის სტრატეგიული მნიშვნელობა და რამდენად იყო, ასე ვთქვათ, ის მისთვის სარგებლის მომტანი. და შესაბამისად ამერიკა რამდენად შეიძლება ყოფილიყო სასარგებლო იმ სახელმწიფოსთვის, შედარებით შეიძლება ნაკლები მნიშვნელოვანი ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, არ ჰქონდა მნიშვნელობა სახელმწიფოს შიდა მოწყობას, რეჟიმს, რომელიც იყო იმ ქვეყანაში, ის ცნობილი, ასე ვთქვათ, გამონათქვამი, რომ კი ის ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია. რომელიც მართალია იყო, ასე ვთქვათ, უფრო ადრე პერიოდში პირველად გამოყენებული, მაგრამ რეალურად 60-70-იან წლებში აქტიურად გამოიყენებოდა გამოთქვამი ნებისმიერ სახელმწიფო შეიძლება ყოფილიყო ამერიკის მოკავშირე, გამორჩეულად იმისა იქნებოდა ეს დემოკრატიული, არადემოკრატიული და პირიქით ხშირად ამერიკის შეერთებული შტატები ხელს უწყობდა ისეთი რეჟიმების მოსვლას სტრატეგიულად მნიშვნელოვან სახელმწიფოებში, როგორც იყო ჩილეს, რომელიც იყო დიქტატორული. აუგუსტო პინოჩეტის მაგალითი ამ შემთხვევაში ნათელია. ამავე პერიოდში იყო ზუსტად მიღებული გუამის დოქტრინაც 70-იან წლებში ნიქსონის პერიოდში, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატები კი ეხმარებოდა თავის მოკავშირეებს, მაგრამ იმ მოკავშირეს თავისი თავდაცვისთვის აუცილებელი ძალები თვითონ უნდა გამოეყვანა.
ახლა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ცივი ომის რეალიებიდან უკვე ცივი ომის რეალიების დასრულების შემდეგ ჩვენ ხედავთ სხვა ვითარებას, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უკვე დემოკრატიული წყობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი გახდა, შესაბამისად თუ შენ გსურს იყო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე, უნდა იყო დემოკრატიული სახელმწიფო, ეს 90-იანი წლებიდან მოყოლებული პარადიგმა და ყველგან ცდილობს ამერიკის შეერთებული შტატები ზუსტად ეს იყო ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რომელიც დაშვებული იქნა ერახთან მიმართებაში, რომლის დემოკრატიზაცია გადაწყდა ისეთ ვითარებაში, როდესაც ხალხიც არ იყო მზად რეალურად და რეალია სახელმწიფოს შიგნით ისეთი იყო, რომ შიიტური უმრავლესობა სუნიტური უმცირესობის მმართველობის ქვეშ ამდენი წლეულის განმავლობაში რომ იმყოფებოდა, ახლა უკვე არაპირებდა ამის დათმობას თავისი უფლებების და შესაბამისად ქვეყანაში არეულობა ზუსტად ამან გამოიწვია, რა კი სუნიტები იყვნენ სამხედრო გამოცდილების პირები უფრო აი ეს ცვლილება ამ პარადიგმების მოხდა დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რაღაცნაირად თითქოს არის მცდელობა დაბრუნების იქითკენ, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს შიგნით რა იქნება, მთავარია ჩვენი მოკავშირე იყოთ, მაგრამ ბოლომდე ამ პოლიტიკას ამერიკის შეერთებული შტატები დღეს ვერ გაატარებს, რადგანაც პრეზიდენტი არის 4 ან მაქსიმუმ 8 წლით ამერიკის შეერთებულ შტატებში ხელისუფლებაში. ტრამპთან მიმართებაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას დარჩენილი აქვს სულ 2 წელიწად ნახევარ, მეტი არ აქვს დარჩენილი, პრაქტიკულად 2 წელი და 8 თვე. შესაბამისად ეს მაქსიმალური დრო. შესაბამისად ამერიკული შიდა მოწყობა იმგვარია, რომ შეუძლებელია ეს პრეზიდენტი იყოს ერთპიროვნული მმართველი საერთო ჯამში. არსებობს იქ შემზღუდავი მთელი რიგი შესაძლებლობები. ეს როგორც შეიძლება იყოს, თქვათ, იგივე საგამოძიებო კომიტეტები, როგორც წარმომადგენელთა პალატის, ისე სენატის საერთოდ, რომელიც ყველაზე ძლიერი შემაკავებელი ფუნქციის მქონე ორგანოა. უზენაესი სასამართლო, რომელიც ყოველთვის არ იჭერს ტრამპის მხარეს მიუხედავად იმისა, რომ ითვლება, რომ დაკომპლექტებულია მეტწილად 2/3-ით რესპუბლიკელების მიერ შერჩეული მოსამართლეებით. ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უბრალოდ ფიზიკურად ვერ განახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებდა ცივი ომის პირობებში, ანუ ვერ უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს, იმიტომ რომ ადამიანის უფლებებმა განაპირობა საბჭოთა კავშირის მარცხი ცივ ომში ძალიან მნიშვნელოვნად და ჰელსინკის აქტი, რომელიც საბჭოთა კავშირმა მიიღო მაშინ და ჩათვალა, რომ არაფერს ეს პრინციპულს მისთვის არ წარმოადგენდა, პირიქით საზღვრების უღრმავებას აღიარებდა, იქ რაღაც ადამიანის უფლებები ვის რას აწუხებს იფიქრა, მაგრამ სწორედ ეს ადამიანის უფლებები შემოუტრიალდა შემდეგ ძალიან მძიმედ ჰელსინკის აქტიდან გამომდინარე და ჰელსინკის კომიტეტების შექმნამ საბჭოთა კავშირის დისიდენტურ მოძრაობას ძალიან დიდი დახმარება გაუწია. ამიტომ ამას დღეს ვერ გააკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები, მლად ასე, ანუ ლუკაშენკოსნაირ რეჟიმს ვერ გაიხდის მოკავშირე და ვერც ასე ვთქვათ, ჩვენს ვითარებაზე რომ გადმოვიდეთ, ვერც ისეთ მდგომარეობაში იქნება ქართულ ოცნებასთან, თითქოს არაფერი არ მომხდარა უკანასკნელი წლების განმავლობაში. თუმცა კიდე დამატებითი ფაქტორი ემატება კიდე ქართული ოცნების ირანთან კავშირებიდან გამომდინარე და რუსეთთან კავშირებით პლუსი ашკარად არ არის მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი პუტინისადმი ашკარად კეთილგანწყობილია ბევრად უფრო მეტად, ვიდრე ეს უნდა იყოს საერთოდ და საერთოდ ახლა მორალიდან გამომდინარე კეთილგანწყობა საერთოდ არ უნდა ქონდეს პუტინის მიმართ ადამიანს. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა ერთი ფაქტორი, რომ როდესაც ჩვენ საუბრობდით, რომ საერთაშორისო წესრიგი ჩვენ
დაგვიცავს, ანუ დამცინავი კომენტარები იყო ხოლმე, რომ აი ომი რო დაიწყება, ამერიკა კი არ ჩაერთვება ომში და არასდროს არ გულისხმობდა ეს ამერიკის ჩართულობას ომში, ეს გულისხმობდა, რომ საერთაშორისო წესრიგი, როდესაც იმართება ამერიკის ან დასავლური დემოკრატიული ძალების მიმართ, შენ როდესაც თავს გესხმებიან, სანქციები მოდის და უძვირებ მოწინააღმდეგეს, რაც მოხდა უკრაინის შემთხვევაში, არავინ იქ ფიზიკურად არც ერთი ჯარი არ ჩართულა, უკრაინას მისცეს ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაეცვა და შემდეგ უკრაინას რუსეთს დაუწესეს შესაბამისი სანქციები, რითაც შეზღუდეს მისი ეკონომიკა. ხედავთ თუ არა ამ პირობების ცვლილებას და პატარა ქვეყნებისთვის ეს არის თუ არა საგანგაშო გზავნილი, რომ ჩვენ შეიძლება თავდასხმის შემთხვევაში და მათ შორის ნატოს წევრებისთვისაც ვიტყვი, პოლონეთში იყო ბოლო პერიოდში გამოკითხვები, რომ რამდენად დარწმუნებული ხართ, რომ ნატოს მეხუთე არტიკლი გააქტიურდება თუ ვიღაცა თავს დაესხმება და ძალიან დაბალი მაჩვენებლები არის აღმოსავლეთ ევროპის შემთხვევაში ზუსტად ამ არაპროგნოზირებადი პოლიტიკის გამო და რა გზავნილი არის ეს ჩვენთვის და იმ პატარა ქვეყნებისთვის, რომელიც რუსეთისავით საშიშ ქვეყნებს ესაზღვრება. ხო, თუ რამე აქვს დადებითი ამ შემთხვევაში დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკას არის ერთი ის ფაქტორი, რომ გარკვეულწილად შეიცვალა მიდგომა ზუსტად ამ კუთხით. ახლა ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ პატარა სახელმწიფოებისთვის შეიძლება უფრო სახიფათო გახდა, ხო? რეალურად პატარა სახელმწიფოებისთვის უკვე ისედაც იყო სახიფათო. ჩვენ ხედავდით, რომ არსებული საერთაშორისო წესრიგის პირობებში საქართველოს რუსეთი დაესხა თავს, თან არაერთხელ უკრაინას, რომელიც არც პატარა სახელმწიფოა, ასევე დაესხა თავს. ანუ საერთაშორისო წესრიგი როგორც ასეთი არ მოქმედებდა. ცუდი ბიჭები მოქმედებდნენ ისე, როგორც მათ სურდათ. და სამაგეროდ სთხოვდნენ, ასე ვთქვათ, დემოკრატიულ სახელმწიფოებს, რომ თქვენ კანონი უნდა დაიცვათ, ისე არ არის. ჩვენ შეგვიძლია დავარღვიოთ კანონი, მაგრამ თქვენ უნდა დაიცვათ და კანონის ფარგლებში უნდა დაგვიდგეთ წინ. ახლა დონალდ ტრამპმა ეს ააყირავა ეს მაგიდა რეალურად, თუ რამე კარგი გააკეთა, ის არის, რომ ახლა უკვე დაუცველი არავინ არ არის. ირანი, რომელიც 10 წლეულების მანძილზე ქმნიდა მანქანას ტერორისტული მოძრაობების მთელ ახლო აღმოსავლეთში, აფინანსებდა ჰამას და ჰეზბოლას, რომელიც შეუძლებელია უბრალოდ პოზიტიურ ძალად ვინმე მაღიქვას. ახლა თვითონ აღმოჩნდა აი ამ თამაშის წესებში მსხვერპლის როლში. მსხვერპლი მაინც და მაინც არ გამოდის რეალურად, იმიტომ რომ თავის პოლიტიკის შედეგია, მაგრამ დაუსჯელი უკვე არ არის. ჩინეთი, რომელიც ბოლო 20 წლეულის მანძილზე აქტიურად ცდილობდა ფესვების გადგმას სხვადასხვა კონტინენტებზე, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში და არც თუ მოდით ვთქვათ მორალური გზებით ამ შემთხვევაში პირდაპირ მოსყიდვებით, კორუფციული ელემენტებით და მიზანი რა ქონდა? მიზანი ქონდა, რომ მაქსიმალურად ჩაენაცვლებინა ამერიკის შეერთებული შტატები ამ შემთხვევაში, როგორც გლობალური დომინანტი. ის უკვე ფიქრობდა იმას, რომ მას უნდა ამერიკისთვის ესროლა ხელთათმანი ამ გლობალურ დომინაციის პირობებში და ქმნიდა ამ ალიანსებს. რუსეთი, რომელსაც ყველაზე დიდი სტრატეგიული მოწინააღმდეგე ყავს ჩინეთი და ამავდროულად რომელიც ყველანაირად ცდილობს ჩინეთთან კონდეს კარგი ურთიერთობები და ევროპასთან, რომელიც მისი ბუნებრივი მოკავშირე იყო ამ რეალურად, ანუ რო აღვიქვათ სტრატეგიული კუთხით, ევროპა უნდა ყოფილიყო ბუნებრივი მოკავშირე რუსეთისთვის, იმიტომ რომ არანაირი საფრთხე ევროპიდან რუსეთს არ ემუქრებოდა არაფრით. მაგრამ შედეგი რა მივიღეთ რუსეთს ამ შემთხვევაში? რუსეთი თვლის, რომ ჩინეთზე აიღო ორიენტირი, ჩინეთთან კავშირი, რატო? იმიტომ რომ აი ამ დასავლური სამყაროს წინააღმდეგ ილაშქრებს, იმიტომ რომ თურმე ეს დასავლური ცხოვრების წესი რუსებისთვის მიუღებელია, რა არის ამაში მიუღებელი ვერ გავიგე და რა წესი, ხო, რა წესი აქვს ისეთი დასავლეთს, რაც რუსი, ასე ვთქვათ,
სოფლების მაცხოვრებლებისთვის მიუღებელია აქ გაუგებარია გასაგებია რომ ხელისუფლების შენარჩუნებაზე აქ საუბარი რომ დასავლეთში ხელისუფლება განუსაზღვრელი ვადით არ შეიძლება შეინარჩუნო ადრე თუ გვიან წააგებ არჩევნებს როდესაც შეცდომებს დაუშვებ პოლიტიკური კუთხით და ამერიკაში მაგალითად საერთოდ შეზღუდულია ვადა და პუტინი იკვეხნის კიდევაც იმით რომ მე-6 თუ მე-7 პრეზიდენტია უკვე ამერიკაში იმ პერიოდში როდესაც ის არის ხელისუფლებაში ახლა კლინტონიდან მოყოლებული წარმოიდგინეთ ახლა კლინტონი შვილი ბუში ობამა ტრამპი ბაიდენი კიდევ ტრამპი და კიდევ მოესწრება ასე ვთქვათ როგორც თვითონ ფიქრობს 2028-ში ახალ პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ კიდევ ერთს ხო და ანუ მისთვის ეს მიუღებელი აბსოლუტურად ის რაღაც პერიოდში ცდილობდა ეთამაშა ეს როდესაც მედვედევს დაუთმო 4 წლით პრეზიდენტობა მაგრამ მერე ჩათვალა რომ არა და გაანულა თავისი ვადები ხო და ნუ ეს იდეა აქვს ახლა ამ ადამიანს და ტრამპმა ეს მაგიდა ააყირავა რეალურად და ყველა აჩვენა რომ ასე არ არის თუ შენ სამხედრო ძალა არ გაგაჩნია შენ შეიძლება მსხვერპლის როლში აღმოჩნდე და ერთი მხრივ ეს ცუდია რასაკვირველია მეორე მხრივ გააჩინა სხვა შესაძლებლობები და გარდა ამისა დააჩქარა ევროკავშირის ევოლუცია ამ შემთხვევაში რომელიც შეიძლება მართლაც გადადიოდა გარკვეულწილად სტაგნაციის ფაზაში ბიუროკრატიული აპარატის ზედმეტად გაძლიერების გამო მაგრამ ახლა მოუწევს ევროკავშირს რომ სხვანაირად იმოქმედოს ის მეხუთე მუხლიც ასეთ ვითარებაში მართლა შეიძლება არ ამოქმედეს და არ იმუშაოს და შესაბამისად ყველა სახელმწიფოს მოუწევს გარკვეულწილად სხვა მიმართულებით ფიქრი გადასინჯვა ამ ალიანსების და ჩვენთვის ევროპა გაცილებით ახლოსაა ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები ანუ ჩვენთვის ერთადერთი შესაძლებლობა ამ შემთხვევაში თავდაცვის ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში გაგვეფორმებინა რაღაც ხელშეკრულება რომ სამხედრო ბაზები გახსნილიყო ამერიკის შეერთებული შტატების და დაცვა ყოფილიყო ჩვენთვის რუსეთისგან მომავალი საფრთხისგან ახლა თუ ევროკავშირი იქცა რეალურ ძალად ევროკავშირის წევრობა უკვე იგივე ფუნქციას შეასრულებს და ეს გაცილებით მარტივი მისაღწევია კი ჩვენთან ნამდვილად გაცილებით უფრო ახლოს არის ევროკავშირი, ევროპა და ჩვენი ბუნებრივი ოჯახიც არის და ამ შესაბამისად ყველანაირად ხელსაყრელი პირობაა ჩვენთვის რომ ძლიერი ევროპა იყოს, თავისი ძლიერი დამოუკიდებელი ბირთვული იარაღით, დამოუკიდებელი ჯარით და იყოს ერთ-ერთი ზესახელმწიფო თუ არა სახელმწიფოსთან გათანაბრებული ორგანიზაცია. ჩვენ ევროპული არჩევანი გავაკეთეთ ზუსტად 1700 წლის წინ, როდესაც ქრისტიანობა მივიღეთ შესაბამისად აქედან გამომდინარე რეალურად ეს არჩევანი საუკუნეების წინ არის გაკეთებული და ამდენი საუკუნეა ჩვენ ამას ვიცავთ ძლივს როგორც იქნა შესაძლებლობა გაგვიშთა და მაინც და მაინც ახლა გვყავს ამ 17 საუკუნის მანძილზე ისეთ ხელისუფლება რომელსაც ეს არ უნდა კი ბატონო. აქ მინდა ახლა ჩინეთის თემაზე ვისაუბროთ. 91 წლის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამერიკა პრაქტიკულად უალტერნატივო ჰეგემონად ჩამოყალიბდა, რომელსაც არ ყავდა მსოფლიო დონეზე კონკურენტი, რომელიც მის ძალას გაათანაბრებდა ან დააბალანსებდა. და ნუ იქ რაღაც შეცდომები დაუშვეს შესაბამისად იქნება ეს ერაყი თუ ავღანეთი რომელმაც ყურადღება გადაიტანა ჩინეთიდან და მიეცა ჩინეთს საშუალება იმისი რომ ფეხზე წამომდგარიყო და ეკონომიკა წამოეყენებინა ფეხზე ჯარი წამოეყენებინა ფეხზე დღეს ჩვენ ვხედავთ სიტუაციას როდესაც არიან ქვეყნები რიგი ქვეყნები რომლებიც ერთის მხრივ ამერიკასთან ძალიან მჭიდრო კავშირში არიან იქნება ეს ეკონომიკური თუ ენერგო კავშირი მაგრამ მეორეს მხრივ უკვე ცდილობენ ჩინეთთანაც კარგი ურთიერთობები ააწყონ, ტექნოლოგიური წინსვლები დაიწყო, მაგალითად საუდის არაბეთი ამერიკასთან სამხედრო თვალსაზრისით ძალიან ახლოს არის, უსაფრთხოების თვალსაზრისით რომ ვთქვათ, მაგრამ Huawei-ის ცენტრები გაიხსნა, სადაც data ცენტრები და სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურა, რომელიც რა თქმა უნდა ჩინური კომპანია არის, ტექნოლოგიების თვალსაზრისით ასე ვთქვათ, ჩინეთის მიმართულებით აკეთებს
ბევრი ქვეყანა აქცენტს შეიძლება თუ არა ითქვას რომ ჩვენ ვართ ახალი ტიპის ცივი ომის პერიოდში როდესაც სახელმწიფოები ასე ვთქვათ აბალანსებენ ეკონომიკურ ტექნოლოგიურ სამხედრო გავლენებს ამერიკის გავლენებს უკვე ჩინური გავლენა რუსეთის ან საბჭოთა კავშირის მაგივრად ჩინური გავლენები ხო უნდა ითქვას რომ ცივი ომის პერიოდში მსგავსი რამ დაახლოებით ასეთი რამ ხდებოდა ახლა ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭო არსებობდა საბჭოთა წარმონაქმნი გარდა ამისა საბჭოთა კავშირი დიდ თანხებს ხარჯავდა ძალიან ეკონომიკური დახმარებისათვის სოციალისტური ბანაკის ქვეყნებზე საკმარისია ითქვას რომ კუბას მილიარდობით კი არა ათეულობით მილიარდი დოლარი ჩადო კუბაში საბჭოთა კავშირმა უბრალოდ პირდაპირი ესე იგი საჩუქრების და სესხების სახით დაახლოებით 35 მილიარდ დოლარი ქონდა კუბას საბჭოთა კავშირის სესხის საიდან 3 მილიარდის გარდა დანარჩენი მერე პუტინმა ჩამოუწერა 2000-იან წლებში 12 მილიარდი ჩამოუწერა წარმოიდგინეთ ახლა რა თანხებზე გვაქვს საუბარი ამის გარდა პირდაპირ დახმარებაც რამდენი იყო ხო დღესაც აი ეს რასაკურველია რბილი ძალის გამოყენება, რომელსაც მაშინ ეს სახელწოდება არც ქონდა, ანუ გავლენის სფერო გამოიყენებოდა ამ შემთხვევაში, რბილი ძალა ცოტა უფრო გვიან გაჩნდა ტერმინოლოგიურად. დღესდღეობით ეს ეკონომიკური ფაქტორი რასაკურველია გამოიყენება. ცივი ომის დასრულების შემდეგ მოხდა ის, რამაც რეალურად გახადა ეს შესაძლებელი, საუბარია გლობალიზაციის პროცესის დაწყებაზე, რომელსაც კლინტონის პერიოდში გადაწყდა, რომ კორპორაციებმა შეეძლოთ გაეხსნათ თავიანთი ფილიალები იგივე ჩინეთში, ამ სხვა სახელმწიფოებში, მანამდე ძირითადი წარმოება იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და აი ტექნოლოგიებზე რასაც ვლაპარაკობთ, 90-იან წლებში გაიხსნა ეს სხვა ქვეყნებისთვის და ძირითადად დაითვისეს ჩინეთი, რატო? იმიტომ რომ ძალიან იაფი იყო მუშახელი იქ, რაც აიაფებდა პროდუქციას და შემოტანისას არაფერი ბაჟი გადასახდელი არ გაქვს, ითვლება ფაქტობრივად ამერიკაში წარმოებულ პროდუქციად. ამით მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა იხეირა, უნდა აღინიშნოს განსაკუთრებით ირლანდიური кейსი შეგვიძლია გამოვყოთ ამ შემთხვევაში ირლანდიის მაგალითი ევროპაში, რადგანაც ერთდროულად ევროკავშირის წევრი და ბრიტანეთის თანამეგობრობის წევრი ამერიკულმა კორპორაციებმა გახსნეს იქ ქარხნები, მინიმალური დაბეგრვა შემოიღო ირლანდიამ კორპორაციული გადასახადი, რის წყალობითაც უბაჟოდ შედიოდა როგორც იქით და ბრიტანულ თანამეგობრობაში, ისე ევროკავშირში ეს პროდუქცია და შესაბამისად Apple-დან დაწყებული Hewlett Packard დამთავრებული და Dell-ი დამთავრებული ყველამ გახსნა იქ თავისი ქარხნები. ჩინეთმა კიდევ უფრო მეტად იხეირა, იმიტომ რომ ყველაზე იაფი გამოდიოდა პროდუქცია და სამაგიეროდ გამოიყენა მთელი ეს ტექნოლოგიები, შემდგომ უკვე საკუთარი ტექნოლოგიების საწარმოებლად. იმ დროს ყველა ფიქრობდა, რომ ცივი ომი დამთავრდა, მსოფლიო იცვლება, ჩინეთიც იცვლება და იმ პერიოდში ჩინეთი მიუხედავად ანანმეინის მოედანზე მომხდარი ხოცვა-ჟლეტისა მაინც გარკვეულწილად არ ითვლებოდა ისეთ დიქტატორულ რეჟიმად, როგორადაც დღეს არის, იმიტომ რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა აქტიურად ხდებოდა, ახლაც არის ის თავისუფალი ეკონომიკური ზონები ჩინეთში, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ბევრად კონსოლიდირებული გახდა დღეს ძალაუფლება ჩინეთის ხელისუფლების მიერ და სი ძინპინმა მოხსნა ის შეზღუდვაც, რომელიც ჰქონდა 10 წლიანი შეზღუდვა, რაც არსებობდა, ფაქტობრივად ხელმძღვანელ პირს 10 წლით ირჩევდნენ, ამიტომ არავინ არ ბედავდა ისეთ კონსოლიდირებას ძალაუფლების, რომ თავისი მოწინააღმდეგეები გაენადგურებინა, იმიტომ რომ 10 წლის მერე ვიღაცა რომ მოვიდოდა, ამას გაანადგურებდა. შესაბამისად, ახლა გვაქვს სხვა ვითარება, ჩინეთმა ეს გამოიყენა მაშინ კარგად, განავითარა თავის ტექნოლოგიები, მთელი რიგი კუთხით ახლა ჩინეთი მოწინავეა ამ ტექნოლოგიურად და შესაბამისად ახლა ვხედავთ ახლა განსაკუთრებით რაც კი ადამიანზე მიყურადების თუ
მისი ასე ვთქვათ ცხოვრების გაკონტროლების კუთხით არსებობს ჩინეთი ამაში მართლაც ფლაგმანია და ჩინური კამერები ამ კუთხით ჩვენს ხედავთ საქართველოში როგორ აქტიურად გამოიყენება პროტესტის ჩასახშობად ჩინეთშიც ზუსტად იგივე ვითარება ყველა და ყველაფერი კონტროლდება ზუსტად იგივე გერა ბევრად უარეს ვითარება სიამოვნებაში იქ პრაქტიკულად ყველგან დაყენებულია ეს კამერები როგორც ამბობენ და შესაბამისად ადამიანი უბრალოდ ვერ გადადგამს ნაბიჯს ისე რომ კამერების თვალთახედვის არეალიდან გავიდეს მაგრამ არის ერთი მომენტი რაც ხელს უშლის ჩინეთს ბევრად უფრო წინ გაასწროს მოწინააღმდეგეს ის რომ ჩინეთის ხელისუფლება აკონტროლებს თვითონ თელს ამ ტექნოლოგიურ პროცესს და შესაბამისად ახლა ხელოვნური ინტელექტის პირობებში ჩვენ რა ვნახეთ რომ ჩინეთში არსებობს ფაქტობრივად ესე იგი ეს სახელმწიფო კონტროლი ხელოვნურ ინტელექტზე ეგრეთ წოდებული DeepSeek-ი რაც არის ჩინური ფლაგმანი ამ შემთხვევაში მას სხვა კონკურენტი არ ყავს, იმიტომ რომ კერძო სტრუქტურები ვერ განახორციელებს ამას. თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში დივერსიფიცირებულია და უამრავი სხვადასხვა აგენტი არსებობს, აქ ყველაფერი სახელმწიფოს ხელში უნდა იყოს. და აქ გაირკვა, რომ როდესაც ეს ხელოვნური ინტელექტისთვის ინფორმაციის მიწოდება ხდება, ჩინეთის ხელისუფლება იძულებული გახდა DeepSeek-ი რაღაცნაირად იდეოლოგიურ ჩარჩოში მოექცია. ოღონდ ეს იდეოლოგიური ჩარჩო ვერ ჩააშენა შიგნით და გარედან ასე ვთქვათ შეფუთასავით და ის მოხსნადია. ანუ არის გარკვეული საკითხები, როდესაც კითხვას თუ გარკვეული მიმართულებიდან დასვამ DeepSeek-ი იძულებულია გასცეს სწორი პასუხი, რომელიც იდეოლოგიურ ჩარჩოში არ ჯდება. და ეს ასე ვთქვათ ხელისუფლებისთვის ამ შემთხვევაში მოგებიანი არ აღმოჩნდა. კონკურენციის არარსებობა რეალურად არის ის, რაც საბოლოო ჯამში ჩინეთს აი სახელმწიფო კონტროლის გამო მაინც საბოლოო ჯამში ამ ბრძოლას ვერ მოაგებინებს, იმიტომ რომ ბევრად უფრო დიდი ძალები არის გლობალური თვალსაზრისით, ახლა სახელმწიფო შეიძლება აფინანსოს და ძალიან დიდი თანხების ჩადოს, როგორც ჩინეთის ხელისუფლება აკეთებს ამას, შეუძლია შექმნას სუპერკომპიუტერი, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ისევ და ისევ სახელმწიფო ფინანსებით, მაშინ როდესაც კერძო ფინანსებით ამერიკის შეერთებულ შტატებში კონკურენციის პირობებში ყოველთვის უფრო სწრაფად გამვითარდება დარგი. რასაც ვხედავთ ახლა საბოლოო ჯამში რას ისწრაფით ვითარდება უბრალოდ ხელოვნური ინტელექტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ უკვე მიდევნება ძალიან რთული იქნება. კი ბატონო. ბუნებრივად გადავედით შემდეგ თემაზე, რაც არის რბილი ძალა. იმიტომ რომ ეს გარკვეულწილად არის რბილი ძალა, როდესაც შენ ჩინური პროდუქტი გაქვს და მას ცენზურა ადევს და ძალიან ელემენტარულ რაღაცაზე პასუხს ვერ გცემს, იმიტომ რომ შენ ჩაშენებულია, ის ავტომატურად უფრო სუსტია და უფრო არასანდუარი, ვიდრე ალტერნატივები, რაც შეიძლება დასავლური კომპანიებიდან წამოვიდეს. ეს არის რბილი ძალის გარკვეული ელემენტი და ამერიკას აქვს ძალიან სერიოზული ბაზა რბილი ძალის. იქნება ეს სერიალები, ფილმები, მუსიკა, ენა და რაც მთავარია უნივერსიტეტები, ტექნოლოგიური უპირატესობები, ეს სამუშაო ბაზარი, რაც თავიდან რო დავიწყეთ საუბარი, ეს სამი თემა არის, რაც ყველაზე მეტად მოხდა დარტყმის ქვეშ ტრამპის ბოლო ადმინისტრაციის მოსვლისთანავე, იმიტომ რომ უნივერსიტეტებს გარკვეულწილად შეუწყდათ დაფინანსებები, თუ ჩართული იყვნენ გარკვეულ პროგრამებში, ჰარვარდის უნივერსიტეტზე იყო აქ საუბარი და სხვადასხვა Ivy League-ის სხვადასხვა წევრ უნივერსიტეტებზე. სამუშაო ბაზრის მიმართულებით ძალიან გართულდა სიტუაცია და განათლებულ მიგრანტებზე უფრო მეტად უკვე ფულს ვინც გადაიხდის იმათზე იყო მილიონიანი ოქროს ბარათები დააწესა დონალდ ტრამპმა ამ მიმართულებით მედიის შეზღუდვის მიმართულებით იმიტომ რომ აქტიურად წერს თვითონ
ტრამპი როდესაც არ მოეწონება ამა თუ იმ გადაცემის ავტორმა რა თქვა, აქტიურად დაწერს თავის Truth Social-ზე, თვითონ პოლიტიკური დანიშვნები და მოხსნები, ეხლა შიდა პოლიტიკურ სტრუქტურაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, როდესაც ტეხასში, კალიფორნიაში და სხვადასხვა შტატებში უბნების გადახაზვა მიდის სხვადასხვა მიზნებით, რომ იქნებ შუალედური არჩევნებისთვის ამა თუ იმ პარტიამ მოიპოვოს უმეტესი ხმა. ანუ ეს შიდა არასტაბილურობა და ის პოლიტიკური აჯენდა, რაც მოვიდა ბოლო 2 წლის განმავლობაში, გარკვეულწილად სხვანაირ ამერიკას გვაჩვენებს. ეს არ არის იგივე ამერიკა, სადაც ოცნების ასახდენად წახვალ. ეს არის ამერიკა, სადაც ოცნების ახდენისთვის შენ გჭირდება ძალიან დიდი ბიუროკრატიული პროცესი, რის შედეგადაც შეიძლება საერთოდ ვერ მოხდე იქ. უნივერსიტეტების თვალსაზრისით იქაც იგივე თემა არის, თუ შენ აზრს დააფიქსირებ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის საწინააღმდეგოა, შესაძლებელია სამიმიგრაციო სამსახურთან პრობლემების შეგექმნას. ამ ყველაფრის ფონზე შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ამერიკა ინარჩუნებს თავის რბილ ძალას, თუ ეს რბილი ძალა უკვე ასე ვთქვათ, ქვემოთ მოდის. ხო, აქ უნდა ითქვას, რომ ცოტა უცნაურ სიტუაციასთან გვაქვს ერთი მხრივ უნივერსიტეტებთან დაკავშირებით პირველ რიგში. ანუ უნივერსიტეტები რეალურად წარმოადგენდა რბილ ძალას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ თვალსაზრისით, რომ უცხოელები ჩამოდიოდნენ, იღებდნენ იქ განათლებას, მერე მათ ნაწილი რჩებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნაწილი კი მიდიოდა უკან და თავის ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურებოდა. ახლა როდესაც საუბარი არის ეგრეთ წოდებულ liberal arts-ზე, ანუ სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე, მოდით ასე ვთქვათ, იქ ეს პრობლემა არც არასდროს იყო. მაგრამ ტექნოლოგიებთან მიმართებაში შეიქმნა ძალიან უცნაური სიტუაცია. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი რაოდენობა უცხოელი სტუდენტების ამ შემთხვევაში იყო ჩინელი. და არა უბრალოდ ჩინელი ამ შემთხვევაში, არამედ ჩინეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ხშირ შემთხვევაში. ანუ ჩინეთის მთავრობამ მოახერხა და მოძებნა საშუალება, რომ ამერიკის რბილი ძალა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. ანუ ეს ხალხი ჩადიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იღებდა ამერიკულ განათლებას, ტექნოლოგიურ და დღემდე გრძელდება ეს პროცესი. ეცნობოდა ამერიკულ ტექნოლოგიებს და ამავდროულად მუშაობდა ჩინეთის ხელისუფლებას. და ესეც აი ამ ტექნოლოგიური ჩამორჩენის აღმოფხვაში ჩინეთს ძალიან დაეხმარა. მარტო ის ხო არ არის, რომ იქ გაიხსნა ეს ქარხნები და იქ კლონირება მოხდა, ასე ვთქვათ, იმ პროდუქციის. ეს ერთი პრობლემა იყო, კლონირებით შენ ახალს მაინც და მაინც ვერ შექმნი, თუ ბაზა არ გაგაჩნია ტექნოლოგიური. აი ეს სტუდენტები, რომლებმაც ამერიკაში მიიღეს განათლება და ტექნოლოგიების თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატები ცალსახად პირველ ადგილზე იყო იმ მომენტში. ალბათ დღესაც ასეა, უბრალოდ დღეს ჩინეთი მართლაც რეალური ის რაც ვერ მოახერხა საბჭოთა კავშირმა ვერასდროს ტექნოლოგიების თვალსაზრისით საბჭოთა კავშირი ვერასდროს ვერ იყო ამერიკის შეერთებული შტატების მოწინააღმდეგე, ჩინეთმა ამ შემთხვევაში ეს მოახერხა და ის არის მოწინააღმდეგე ტექნოლოგიურ თვალსაზრისით. და დიდწილად სწორედ აი ამ ფაქტორმა განაპირობა, რომ ძალიან დიდი რაოდენობა ამერიკაში მიღებული ტექნოლოგიური განათლების მქონე სტუდენტების და მეცნიერების ჩინეთში დაბრუნდა ან ჩინეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, პირდაპირ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც. ამიტომ აი ეს ამ კუთხით რომ შეზღუდვის დაწესება დაიწყო ტრამპის ადმინისტრაციამ, ეს გარკვეულწილად რაღაც თვალსაზრისით გასაგებია, ანუ ეს უცხოელი სტუდენტები ამ შემთხვევაში რისკ ფაქტორად იქცა. თუმცა ის თუ რამდენად შეავიწროვა უნივერსიტეტები ამ შემთხვევაში
აქ უკვე სხვა ვითარებასთანაც გვაქვს საქმე, დამოუკიდებელი სტრუქტურები, რომლებსაც თავისი აზრის გამოთქმა შეუძლია და უფრო მეტიც ამ აზრის შექმნა შეუძლია, ტრამპისთვის გარკვეულწილად მიუღებელია. ახლა ავტორიტარიზმისკენ გადახრევას ნამდვილად აქვს, რაც არ უნდა იხუმროს ახლა ჯიმი კიმელმა და შეიძლება ძალიან ცუდადაც იხუმროს და მართლაც არასწორად იხუმროს, პრეზიდენტმა არ უნდა დაწეროს, რომ გაათავისუფლეთ ეს კაცი სამსახურიდან. ხო. და შესაბამისად ეს არ არის ასე ვთქვათ ის რითაც პრეზიდენტი, ამერიკის პრეზიდენტი უნდა იყოს დაკავებული და არც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა ითხოვდეს კომიკოსის გათავისუფლებას თავის სამსახურიდან მონოლოგის გამო. ახლა აქ შეიძლება საზოგადოებრივი აზრი გამოითქვას, რომ ეს რა თქვა და ეს რა სისულელე გააკეთა და მე არ ვაპირებ ABC-ს ყურებას და შესაბამისად არხის ხელმძღვანელობა მიიღოს გაწყვეტილება, რომ მართლაც ზედმეტი მოუვიდა ჩვენს იმას და მოდი არ გვინდა ასეთი რაღაცეები და შესაბამისად არხის დაზარალების თავიდან აცილების გამო უნდა გაუშვა, მაგრამ პრეზიდენტი როდესაც ბრძანებას გაძლევს, ეგ უკვე სხვა ამბავია საერთოდ. რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრამპი ძალიან დიდი გავლენის ქვეშ იყო და არის, როგორც ჩანს, სერიალის House of Cards-ის, რომლის მთელი რიგი პასაჟები ашკარად გადმოაქვს რეალურ ცხოვრებაში და იმით მსჯელობს და იმით ცდილობს და იმის სჯერა რაც იქ იყო და შეიძლება ბევრი რაღაცა მართლაც ხდებოდა, მაგრამ ბევრი რამ გამოგონილი იყო და იმ ყველაფრის სჯერა აბსოლუტურად, ყოველ შემთხვევაში ძალიან ცალსახა ის პარალელი, რომელიც შეგვიძლია 1920 წლის არჩევნებთან დაკავშირებით რო ვთქვათ, როდესაც ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნები გამიყალბეს და ალუზია ашკარად მოდიოდა ფრანკ ანდერვუდის საქმიანობიდან ამ შემთხვევაში, რომელმაც მართლაც სერიალში გააყალბა არჩევნები და შემდგომ სერტიფიცირებას არ ახდენდა შედეგების და ტრამპმაც იგივეს სცადა. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შიდა ცხოვრების გადმოყვანა საერთოდ ამ სერიალმა როგორც ჩანს მის არჩევაშიც დიდი როლი ითამაშა, რადგანაც დავაშოთ ეს ჭაობი და რაც იქცა ტრამპის პირველი არჩევის წინ თავარ სლოგანად, ზუსტად რომ პირველი სეზონების ალუზიასთან იყო დაკავშირებული, ყველაფერი კორუმპირებულია კონგრესში, თეთრ სახლში და შესაბამისად აქედან გამომდინარე ჩვენ ეს უნდა დავაშოთ ეს ჭაობი. კი. საინტერესოა, რომ პოპულარულ კულტურას ასეთი გავლენა აქვს და დღესაც ესე არის, ხა ტრამპი თვითონ ყველაზე ცნობილი არის თავისი რეალიტი შოუთი და არის ასევე თეორია, რომ მისი გადაწყვეტილების მიღების პროცესი თავიდან ბოლომდე იმაზეა დაფუძნებული, აი რეალიტი შოუს რეიტინგი როგორც იმართება, რომ რაღაც სკანდალი მოხდეს, ყურადღება გადაიტანონ ან რამდენი ჰედლაინი დაიწერება იმ საღამოს, არის სერიოზული განხილვა არის, რომ ეს ხო არ არის მისი გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომ რაღაცა ისეთი დაწეროს, ან რაღაცა ისეთი თქვას, რომ რაც შეიძლება დიდი ყურადღება მიიქციოს და ეგ არის დღევანდელი რეალობა რა. ღამის 4 საათზე რო Truth Social-ზე იწერება, იტვირთება სურათი, სადაც ტრამპი იესოდ არის გამოხატული და მეორე დღეს ამბობს, რომ ექიმი იყო და არაფერი სხვაო, ცოტა აჩენს კითხვებს. აქ მინდა შევაჯამოთ, რომ ეს რბილი ძალის მიმართულებით ტრამპის ადმინისტრაცია და ის შიდა პოლიტიკური პროცესები, მაგალითად აი ჯეიმს კომის წინააღმდეგ ეხლა აღიძრა თავიდან საქმე, თავიდან ეცად დაეჭირათ, მაგრამ სასამართლო მსვლელობა არ მისცა, ეხლა თავიდან არის აღძრული საქმე. მან ვინც არ იცის ძალიან ესე კომიკური სიტუაცია, ინსტაგრამზე დადო სურათი, ზუსტად ციფრები არ მახსოვს, 86-47. ეს იყო იმებით, რა ქვია, ნიჟარებით გამოხატული
იყო და არის ამერიკულ პოპულარულ კულტურაში მომსახურების სფეროში 86 ნიშნავს რომ გაუქმდეს მიწოდება ან რაღაც გაუქმდეს შეკვეთა და 57 არის 57 პრეზიდენტი და აბრალებენ რომ მან ამ სურათით თქვა რომ დონალდ ტრამპი უნდა მოკვდეს და ეხლა მაგაზე არის აღძრული საქმე, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ კომი არის ადამიანი რომელიც ძალიან აქტიურად იყო გამოძიებებში ჩართული ტრამპის წინააღმდეგ და მის პოლიტიკურ კონკურენტად არა, მაგრამ პოლიტიკური უკმაყოფილებები არის მის მიმართ და შესაბამისად ეს პირდაპირ არის პოლიტიკურ თემასთან დაკავშირებული და არის სერიოზული განცდა ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში, რომ ეს დემოკრატიის დაღმასვლა ამერიკაში და ის ავტორიტარიზმისკენ გადახრები უფრო ნორმალიზებას აკეთებს სხვა ქვეყნებში, რომლებიც ამერიკის დემოკრატიის მაგალითზე ცდილობდა სისტემის აწყობას ამ ავტორიტარული ტენდენციების და ძალიან ბევრი ავტორიტარი ამას პირიქით იწონებს და ამბობს, რომ ხო ხედავთ დემოკრატია არ მუშაობს და ადრე თუ გვიან ყველაფერი თავის ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება. არის თუ არა ეს ერთ-ერთი ფაქტორი და ნიშნავს თუ არა ეს, რომ ზოგადად ამერიკის პოლიტიკური და კულტურული რბილი ძალა ქვემოთ მოდის. ხო, აქ პოპულარულ კულტურაზე იყო საუბარი და რბილი ძალის ყველაზე დიდი გამოხატულება ამერიკის სწორედ ჰოლივუდი და ეს ფილმები და სერიალები იყო, იმიტომ რომ ამერიკული ცხოვრების წესი იქიდან ყველაზე კარგად ჩანდა. და დღესაც ასე ახლა რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს უკვე ვითარება გარკვეულწილად შეცვლილია ამ კუთხით ჯეიმს კომის რომ მივუბრუნდეთ. აი ჯეიმს კომისთან მიმართებაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომიმ თვითონ დაუშვა თავის დროზე ძალიან ბევრი შეცდომა 2016 წელს, როდესაც გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი ხარ და შენ რეალურად ფაქტობრივად გავლენას ახდენ არჩევნების შედეგებზე სხვადასხვა კუთხით. ერთი მხრივ გამოძიება ტრამპის წინააღმდეგ, მეორე მხრივ არ გამოძიება ჰილარი კლინტონის ელფოსტების სკანდალთან დაკავშირებით და მე ბოლო მომენტში როდესაც იძულებული ხარ რომ გამოაცხადო უკვე ისე დროს აცხადებ რომ ძალიან დიდ გავლენას ახდენს ეს არჩევნებზე ოქტომბრის ბოლოსკენ რო ამბობ რომ საქმე აღსაძვრელი მექნა ამასთან დაკავშირებით რომ რაღაცა პრობლემებია, ბევრს ასე ვთქვათ იმდენად მცირე სხვაობით მოიგო ტრამპმა ის არჩევნები მაშინ იმ გადამწყვეტ შტატებში, რომ შეიძლება მართლაც იქონია გავლენა კომის ფაქტორმა ამ შემთხვევაში და კომის ქმედების ფაქტორმა, იმიტომ რომ აღმოჩნდა უცებრო მანამდე რომ აცხადებდი რომ კლინტონი აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის და უდანაშაულოა, ახლა უცბად ამბობ რომ რაღაცა მართლაც ჩაუდენია და აქ ამ დროს საარჩევნო აცხადებს ტრამპი რომ ჰილარი კლინტონი ციხეში უნდა ჩაჯდეს და შესაბამისად ამით ტრამპის დისკუსზე საბოლოო ჯამში ასხამს წყალს. მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ჩანს, რომ ტრამპის არჩევა მას მაინც და მაინც არ უნდოდა. და ტრამპმა ეგრევე გადააყენა ის დაამდევობიდან და სცადა მაშინაც საქმეების აღძვრა, მე ახლა ხელახლა წავიდა ეს ყველაფერი. კომის ხედავთ რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ფაქტობრივად მუდმივად უწევს რაღაცა მის წინააღმდეგ ქმედებებთან დაკავშირებით რეაგირება სასამართლომ უკვე როგორც აღნიშნეთ გადაარჩინა კიდევაც ორჯერ მე მგონი ხო და ახლა Instagram post რაც არ უნდა დააწერო ახლა ამ შემთხვევაში პირდაპირ რო დაეწერა ვთქვათ მოუწოდებ ყველას აიღეთ იარაღი და მოკალით ტრამპიო ეგ სხვა საქმე იქნებოდა და ახლა რაც არ უნდა გააუქმეთ ტრამპი და ქარაგმულად გააკეთო ნიჟარებით ეგ არაფერს რეალურად არაფერს არ ასახავს რასაკვირველია მოკვდება ეს საქმე ეს
არ არის ასე Instagram-ზე გაკეთებული ასეთი განცხადებისთვის, რასაკვირველია, არავის არ დაიჭირენ ამერიკის შეერთებული შტატებია, სამართლებრივი სახელმწიფოა და იქ სასამართლო გამოყოფილია ხელისუფლებისგან და მართლაც დამოუკიდებელია და ეს ასე არის უკვე 2 საუკუნეზე მეტია. ითვლება, რომ პროცესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1806-7 წლებში, როდესაც უზენაეს სასამართლოს მოსამართლე მარშალმა არ გაიზიარა თომას ჯეფერსონის მოთხოვნა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის არონ ბერის სახელმწიფო ღალატში დადანაშაულებაზე, მტკიცებულებები მოსთხოვა და მტკიცებულებების არ წარდგენის გამო გაამართლა არონ ბერი, ითვლება, რომ აი აქ სამართლებრივი სახელმწიფო და სასამართლო სისტემის გამიჯვნა ამოსრულებელი ხელისუფლებისაგან საბოლოოდ მოხდა ზუსტად ამ პროცესის შედეგად და იქ მართლაც ცოტა კომიკური მას მოვიყვან ერთ მომენტს არონ ბერის ამბლოში მთლად უდანაშაულო სულაც არ იყო წერილიც რომელიც ფიგურირებდა თვითონ ამ სასამართლოზე რომელიც გაგზავნილი ჰქონდა გენერალ ვილკინსონისადმი ნამდვილად არსებობდა ოღონდ სასამართლოზე გენერალმა ვილკინსონმა წარმოადგინა წერილი, რომელსაც ბერის მხარემ თქვა, რომ ეს ბერის ხელნაწერი არ არისო და ვილკინსონმა პირდაპირ თქვა, წერილი გაცვდა და გადავწერეო. და შესაბამისად ამის მერე მარშალმა გასაგრელია მტკიცებულება არ მიიღო და შესაბამისად საერთოდ არ დარჩა სხვა მტკიცებულება. მიუხედავად იმისა, რომ ჯეფერსონს ალბათ შეეძლო რაღაცების წარმოდგენა, რომელიც მართლაც დაადასტურებდა არონ ბერის მხრიდან ესპანეთის წინააღმდეგ თვითნებურად ომის დაწყების მცდელობას, იქ სხვა ტერიტორიების ფაქტობრივად ჩამოცილებას ცენტრალური ხელისუფლებიდან, რაც სახელმწიფო ღალატში გადიოდა, მაგრამ ჯეფერსონმა ეს ვერ გააკეთა თუ არ გააკეთა და შესაბამისად მარშალმაც უარი თქვა. დღესაც იგივე სიტუაცია გვაქვს. პრეზიდენტის ბრძანებით არ ხდება სასამართლო ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებების მიღება. სასამართლო ხელისუფლება გადაწყვეტილებას იღებს იქიდან გამომდინარე თუ როგორი არის კონსტიტუცია ამერიკის შეერთებული შტატების და როგორი არის შესაბამისად სისხლის სამართლებრივი თუ სხვა სამართლებრივი ნორმები. როდესაც მიდის საუბარი ახალი ოლქების შექმნაზე კონგრესში წინასაარჩევნოდ და ახლა ჩვენ ვხედავთ ფაქტობრივად ესე იგი ყველა მხრიდან შეტევა სხვადასხვა შტატში, სადაც გარანტირებულია უფლებები ეგრეთ წოდებული საარჩევნო რუკის შეცვლის ან ჯერიმანდერინგის ჩატარებასთან დაკავშირებით ორივე მხარე ცდილობს ამას. ჯერჯერობით უზენაესმა სასამართლომ მარტო ლუიზიანას რუკა დაიწუნა იმის გამო რასობრივი პრინციპით იყო შედგენილი, რასაც ცალსახად უარყოფს ამერიკის კონსტიტუცია, არ შეიძლება კონკრეტულად რომელიღაცა რასის გულისთვის ასე ვთქვათ შექმნა ოლქი, ამის გამო იქნა დაწუნებული და შესაბამისად ლუიზიანის ნაში ახლა პრაიმერიზებიც გადაიდო იმის გამო რომ არ იციან რომელი ოლქების მიხედვით უნდა ჩაატარონ. არ არის გამორიცხული რომ იგივე მოხდეს ვირჯინიასთან მიმართებაში. ახლა ტეხასთან, კალიფორნიასთან მიმართებაში ამდენად მოხდება ძნელი სათქმელია, რადგანაც იქ ჯერიმანდერინგი მთლად ისე ცალსახად არ ჩანს, როგორც ვირჯინიის შემთხვევაში, სადაც წარმოიდგინეთ ახლა დაახლოებით 53-57-ზეა ამ მრჩეველთა რაოდენობა. 6-5-ზე არის კონგრესში შესაბამისად წარმოდგენილი დემოკრატების სასარგებლო და მომენტისათვის და ეს ნორმალურია ზუსტად შეესაბამება 53-57 და უცბად დემოკრატების მიერ დახაზული რუკით უნდა გახდეს 10-1-ზე დემოკრატების სასარგებლოდ, რაც ცალსახად ჯერიმანდერინგია და რამდენად დაამტკიცებს ამას ჯერ ვირჯინიის უმაღლესი სასამართლო ეგეც საკითხავია, იმიტომ რომ წინა ასე ვთქვათ ინსტანციებში უკვე ეს რუკა დაწუნებული იქნა და უკვე უზენაეს სასამართლომდე მივიდა პროცესი. იქ როგორ მოხდება, გაცმა არ იცის, რადგანაც დემოკრატები აკონტროლებენ და შეიძლება პარტიული მიდგომით რაღაცა პლუსი ჰქონდეს, თუმცა განხილვებისას ისე წარმოჩნდა, რომ პირველი განხილვები ჩატარდა უკვე
და მხოლოდ უარყოფითი კითხვები იყო, ესე იგი უარყოფითი პოზიციიდან კითხვები იყო დასმული, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ 7-დან მარტო 3 მოსამართლე სვამდა კითხვებს. ამიტომ ჯერ კიდევ უცნობია კონკრეტულად რით დასრულდება, მაგრამ ალბათ თვითონ ვირჯინიის უზენაეს სასამართლოდან ანუ ვირჯინიის ინტერესებიდან გამომდინარე იმსჯელებენ ალბათ მოსამართლეები და ალბათ ვინაიდან იქ კონკრეტულად იმაზე არ არის საუბარი, რომ რამდენად სწორი არის ასეთ დაყოფა, არამედ რამდენად სწორი იყო რეფერენდუმზე გატანილი კითხვის აღნიშვნა, ეს გაცილებით ნაკლებ შანსს უტოვებს მოსამართლეს ამ შემთხვევაში დაცვის ამ პოზიციის, რადგანაც კითხვა იყო ძალიან ცუდად დასმული. კი ბატონო, რო შევაჯამოთ რბილი ძალის თემა, ჩემი აზრით ის პრობლემები, რაც ახლა ამერიკის შიდა პოლიტიკურ წრეებში არის, ერთის მხრივ არის ტესტი იმ სისტემის. ანუ ის ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ დემოკრატია ნელ-ნელა ავტორიტარიზმში გადადის, ეს ცალსახად ესე არ არის. ეს ჩანს, რომ რა რესურსი აქვს დემოკრატიულ სისტემას, ერთმანეთის დაბალანსებაზე აწყობილ სისტემას, რომ რეალურად შეაკავოს ავტორიტარული ტენდენციები და დაუბრუნოს სისტემა და სიტუაცია დემოკრატიულ პირობებს. ამიტომ რბილი ძალის მხრივ, როდესაც პოლიტიკურ ინსტიტუციებზე არის საუბარი, ვფიქრობ, ეს ერთის მხრივ კი ტესტი არის, მაგრამ მეორეს მხრივ შეიძლება ძალიან დიდი პლუსი იყოს, რომ თუ სისტემამ ამ ტესტს გაუძლო, ეს ნიშნავს, რომ ეს არის უალტერნატივო სისტემა, რომელიც საუკეთესო მართვის ხერხი არის, მაშინაც კი, როდესაც დემოკრატიულად არჩეული ავტორიტარული ტენდენციების მქონე ადამიანს არ აქვს რესურსი, რომ სისტემა დაიმორჩილოს და ბოლომდე მართოს. ხო, რეალურად ზუსტად ჯერჯერობით ამ ეგრეთ წოდებულ crash tests ამერიკული დემოკრატია გადის და გადის წარმატებით მიუხედავად ყველაფრისა, როგორც არ უნდა მიუდგეთ საქმეს, რო ავიღოთ, რატომ არ უცხადებს ომს ირანს ტრამპი. სახმელეთო ოპერაციას რეალურად ზუსტად იმიტომ არიწყებს, რომ ეს ომის გამოცხადების არის საჭირო ამისთვის. და ომს ის ვერ გამოაცხადებს კონგრესის თანხმობის გარეშე. შესაბამისად, კონგრესში ძალიან ნაკლები შანსია, რომ მომხრეები იყოს უმრავლესობაში. კონგრესმენებსაც არ აქვთ ინტერესი, რომ ომი გამოაცხადონ, იმიტომ რომ არჩევნები აქვთ რამდენიმე. კი, განსაკუთრებით წარმომადგენელთა პალატაში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია ამ შემთხვევაში. სენატშიც მიუხედავად იმისა, რომ მარტო მე-13-ს უწევს არჩევნები, მაინც პრობლემური საკითხი იქნება. ამ შემთხვევაში ხმის მიცემა ომის გამოცხადებისთვის. ანუ შესაბამისად, აქედან გამომდინარე, უკვე ვხედავთ, ხო, ვითარებას, რომ ერთი კუთხით პრეზიდენტი ერთპიროვნულად ომს ვერ იწყებს, ამიტომ იძულებულია რაღაცნაირ შემოვლითი, ასე ვთქვათ, გზებით, რომ მარტო დაბომბვის უფლება მისცეს იქ, მარტო მადუროს წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარების ის იყო განხორციელებული ამ შემთხვევაში ოპერაცია. მაგრამ რეალურად კონგრესის გარეშე, ანუ სენატის თანხმობის გარეშე, ნატოდან ვერ გამოვა. ძალიანაც რომ უნდოდეს. ვერ ახერხებს რუსეთთან, როგორც მას უნდა ისე მორიგებას, იმიტომ რომ აქაც გარკვეული შეზღუდვები აქვს, იცის რომ ეს ძალიან ძვირი დაუჯდება. საზოგადოებრივი აზრის შეცვლას სცადა უკრაინასთან დაკავშირებით. რაღაც პერიოდი მოახერხა კიდე ზელენსკისთან იმ თებერვლის შეხვედრის შემდგომ, შარშანდელი 2025 წლის თებერვლის შეხვედრის შემდგომ, მაგრამ შემდეგ ისევ დაბრუნდა ეს ყველაფერი, ისევ უკრაინა გაცილებით უფრო პოპულარულია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ზელენსკის რეიტინგიც ისევ დაუბრუნდა ძველ ნიშნულებს, რადგანაც საბოლოო ჯამში ყველა მიხვდა, რომ იქ მაშინ ტრამპი ახალი გაპრეზიდენტებულია და ჯერ კიდევ არ ჩანდა, რა პოზიციას იწყებდა და ვითომ უმადურობის გამოვლინებაში დაადანაშაულეს ზელენსკი. შემდგომ უკვე ნათლად გამოჩნდა ალასკის შემდეგ, რომ ეს ამას მართლა მორიგება ნდომებია პუტინთან და შესაბამისად აქედან გამომდინარე ზელენსკი მართალი ყოფილა წინააღმდეგობას რო უწევდა.
რეალურად ჩვენ რასაც ხედავთ ახლა სასამართლო სისტემაშიც ის ვერ ახერხებს იმ ცვლილებების გატარებას თითქმის ყველა მისი ბრძანებულება დაბლოკილი იქნა ეგრეთ წოდებულ ტარიფებთან დაკავშირებით გაუქმებულიც იქნა ეს გადაწყვეტილებები და უკანონოდ იქნა გამოცხადებული ამ ტარიფების ამ ფორმით შემოღება შესაბამისად ხედავთ რომ ამ ტესტს რეალურად ამერიკული დემოკრატია გადის და რომ დემოკრატიაზე უკეთესი წყობა კაცობრიობას მაინც არ მოუგონია მიუხედავად მის ნაკლოვანებებისა. ილუზიები 90-იან წლებში ცივამის დასრულების შემდეგ არსებობდა რომ აი ახლა აწი უკვე ვერაფერი ვერ გააჩერებს და ფუკუიამას ისტორიის დასასრული რომელიც ყველას პირზე ეკერა რომ მორჩა დასრულდა აწი მარტო დემოკრატიული სახელმწიფოები ამ დროს იმ მომენტშიც კი უმრავლესობაში არ იყო დემოკრატიული სახელმწიფოები რეალურ დემოკრატიაზე არ მაქვს საუბარი ფორმალურად დემოკრატიული სახელმწიფოებიც კი ახლა ძალიან ბევრი სახელმწიფოა ფორმალურად დემოკრატიული სადაც არჩევნები ტარდება ოღონდ არჩევნებში ყოველთვის იმარჯვებს ხელისუფალი. რატო? იმიტომ რომ იწერს იმ რიცხვს, არა იმიტომ რომ რეალობას ასახავს. არამედ უბრალოდ იწერს ის ხელისუფლება. და სამწუხაროდ ჩვენც ჩავეწერეთ ასეთ დემოკრატიების რიცხვში, როდესაც არჩევნები აზრი დაკარგა, იმიტომ რომ ხელისუფლებამ წააგო არჩევნები და მაინც დაიწერა გამარჯვება. აქამდე ლუკაშენკოს და ბელარუსს ვახსენებდით ასე ევროპული სახელმწიფოებიდან ახლა აფრიკული სახელმწიფოები ძალიან ბევრია ასეთი და ახლა უკვე სამწუხაროდ ჩვენს ამ დღეში აღმოჩნდით. კი ბატონო. მაშინ რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი, ჩვენ ვისაუბრეთ ამერიკის გავლენაზე, მის გავლენის ბურჯებზე, ვისაუბრეთ სამხედრო ძალაზე, ეკონომიკაზე, დიპლომატიაზე, რბილ ძალაზე. მინდა შევაჯამოთ და ის სიტუაცია, რასაც ახლა უყურებთ, ის რომ ამერიკის პარტნიორები, მოკავშირეები უფრო ხშირად გამოხატავენ აღშფოთებას ამერიკის საგარეო თუ სხვადასხვა ტიპის შიდა საგარეო ქმედებებით. ჩანს, რომ გარკვეულწილად ნდობა ამერიკის ადმინისტრაციის მიმართულებით ნელდება. ხედავთ, რომ რაღაც რბილი ძალის მიმართულებითაც არის რაღაც ელემენტები, თუმცა ასევე პოზიტიურ ძრებსაც ვხედავთ. რას ვუყურებთ? ამერიკის გავლენის შემცირებას, ამერიკის გავლენის დაკარგვას თუ გლობალურად ისე გადაწყობას, რომ ამერიკის გავლენა შეუძლებელია იყოს ისეთივე, როგორიც იყო მაგალითად 90-იან წლებში. ხო, უფრო გადაწყობასთან გვექნება აქ ახლა ამ შემთხვევაში რეალურად საქმე, რადგანაც შეცვლილ ვითარებაში იცვლება თვითონ მოქმედების წესებიც ყველაფერი. ეს უკვე არ არის ის ფაქტობრივად უნიპოლარული სამყარო, რომელიც 90-იან წლებში გქონდა. არ არის არც ბიპოლარული, როგორც იყო ცივი ომის პერიოდში. ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ მსოფლიოში. რომელმაც დაამტკიცა რომ შეუძლია სოფლიოს ნებისმიერ წერტილში განახორციელოს წერტილოვანი იქნება ეს ოპერაცია თუ ისეთ დაბომბვა რომელსაც მოწინააღმდეგე არ ელოდება განადგუროს ყველაზე ღრმა ბუნკერიც გამოიტაცოს დიქტატორი პრეზიდენტი საკუთარი რეზიდენციიდან ისე რომ არ დაკარგოს არც ერთი ადამიანი თავის მხარეს ამას ვერავინ ვერ გააკეთებს დღეს ვერც ერთ სხვა სახელმწიფო ვერ მოახერხებს ამას ანუ სამხედრო თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ნომერ პირველ სახელმწიფოდ და ასეთად დარჩება კიდევ დიდხანს ალბათ ყოველ შემთხვევაში უახლოესი 2 ათწლეული ალბათ არაფერი ამ კუთხით არ ემუქრება ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვა საქმეა რომ ვითარება იმდენად შეიცვალა რომ შენ გჭირდება მოკავშირეები რეალური მოკავშირეების და ძლიერი მოკავშირეების გარეშე ამერიკის შეერთებული შტატები ვერ გახდება ასე ვთქვათ ვერ შეინარჩუნებს იმ პოზიციებს ცნობილი ფორმულა იყო ბრიტანული ფლოტის რომ მე-19 საუკუნეში არსებობდა რომ ბრიტანული ფლოტი უნდა უდრიდეს შემდგომი 3 ფლოტის შესაძლებლობებს ანუ უნდა აღემატებოდეს მას. მე-19 საუკუნის მიწურულისგან შემდგომი 2 იყო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ
დარჩა უბრალოდ უნდა იყოს ესე იგი ყველაზე ძლიერი ამ შემთხვევაში არ უნდა ჩამოვარდებოდეს რომელიმე სხვა სახელმწიფოს ფულს. მეორეს მსოფლიო ომის შემდგომ ამაზე უკვე არავინ არ საუბრობდა, იმიტომ რომ შეიცვალა ვითარება, წამოვიდა სხვა სახელმწიფო, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები, რომელმაც ფლოტში აჯობა ამ შემთხვევაში ბრიტანეთს. ახლა დღეს რასაც ვხედავთ, რომ შენ თუ არ შეიცვალე დაგემართება ის რაც ბრიტანეთს დაემართა ამ შემთხვევაში ის მარტო ფლოტზე იყო დაფუძნებული მთელი მისი ეს უზარმაზარი იმპერია მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი იმპერია 40 მილიონი კვადრატული კილომეტრი იყო ბრიტანეთის ტერიტორია მე-20 საუკუნის დასაწყისში და ეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დარჩა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მეტროპოლია ანუ რაც არის ამერიკის შეერთებული შტატების ძალა გაცილებით უფრო დიდ ბურჯებზე დგას ვიდრე ბრიტანეთის რომელიც რეალურად არ იყო ასე ვთქვათ იმდენად ძლიერი სახელმწიფო როგორც დღევანდელი ამერიკის შეერთებული შტატებია შესაბამისად მას აქვს შესაძლებლობა რომ ტრანსფორმაცია მოახდინოს თავისი გავლენების თავის ძალების მაგრამ მასაც სჭირდება მოკავშირეები შესაბამისად ბუნებრივი მოკავშირე ამერიკისთვის ამ შემთხვევაში არის ევროპა. პირდაპირ ვიტყვი, ევროკავშირი არის მისი ბუნებრივი მოკავშირე ამ სიტუაციაში. თორე ეკონომიკურ თვალსაზრისით რაღაც მომენტი ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები კონკურენტები ბად თვლიდნენ თავს და გარკვეულწილად დღესაც თვლიან, მაგრამ ნუ მაინც საერთო წარსული, საერთო იდეალები, მოდი ასე ვიტყვი, საერთო იდეალები ამ შემთხვევაში განაპირობებს იმას, რომ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები უნდა იყვნენ მოკავშირეები, რადგანაც არსებობს სახელმწიფოები, რომლებიც გაცილებით ნაკლებს თავაზობს მსოფლიოს, მაგრამ რომელსაც სურს ასევე მსოფლიოს ჰეგემონობა. და არ არის ისე მიმზიდველი ამ შემთხვევაში პირდაპირ ვიტყვი, რაც თავაზობდა საბჭოთა კავშირი ვერაფერს ვერ თავაზობდა რეალურად რბილი ძალის კუთხით რო შევხედოთ სხვა სახელმწიფოებს. უკეთეს ცხოვრებას ვერ თავაზობდა ეკონომიკურ რაღაც წინსვლას, ვერ თავაზობდა ადამიანის პიროვნულ თავისუფლებებს. რაც შეეხება დღევანდელ ჩინეთს, შეიძლება ეკონომიკური კუთხით რაღაც პლუსებს თავაზობდეს, მაგრამ პიროვნულ თავისუფლებებს და უსაფრთხოების გარანტიას ადამიანს შესაბამისად ამ სიტყვის თავისუფლებიდან გამომდინარე ნამდვილად არ სთავაზობს. ამიტომ ის არ არის ასევე ისეთი მიმზიდველი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირია და ბუნებრივია, აქ ინტერესი უნდა იყოს, რომ ეს ორის შემადგენელი ნაწილი აი ამ სოფლიო წესრიგის იყოს ერთად და მათი გავლენა იყოს გაცილებით დიდი, რადგანაც თუ ვინმე იცავს მცირე სახელმწიფოების უფლებებს, ზუსტად რომ მათ მიერ შექმნილი თამაშის წესები იცავდა ყოველთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობის თუ საზღვრების ურღვევობის და აგრესიის შეუძლებლობას რო ქადაგებდა ამ შემთხვევაში. სანამ ეს ასე ვთქვათ არ დაბრუნდება მსოფლიო იმ პარადიგმაში და ჩინეთის და რუსეთის ალიანსის შემთხვევაში ეს რასაკვირველია არასდროს არ დაბრუნდება, იმიტომ რომ ისინი რეალურად დაპყრობით ომებს ეწევიან, ჩვეულებრივ ბუნებრივია, რომ ჩვენი მდგომარეობა უკეთესობისკენ ნამდვილად არ შეიცვლება თუ ეს გაგრძელდა და თუ ჩინეთმა და რუსეთმა აჯობეს მოწინააღმდეგეს. თუმცა დღევანდელი გასახედიდან ეს ნაკლებად მოსალოდნელია. კი ბატონო, ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობთ, ძალიან საინტერესო პროცესებს ვადევნებთ თვალს, პრაქტიკულად რას არ მოვესწარეთ, პანდემია, გლობალური ეკონომიკური პრობლემები და ძალიან დიდი იმედი მაქვს მესამე მსოფლიო ომს არ მოვესწრებით უახლოეს პერიოდში, მაგრამ ნიშნულოვანი გადაადგილებები ხდება ახლა საერთაშორისო დონეზე ცოტა უცნაური არის და ბევრისთვის რთული გასაგები და რთული ასახქმელი არის რომ ამერიკა რომელიც არის ნატოს წევრი ქვეყანა, ასე ვთქვათ, ნატოს ფლაგმანი ქვეყანა, დაძაბულ ურთიერთობებში არის მის ბუნებრივ მოკავშირესთან, ევროპასთან, სადაც ევროპის ლიდერები ამერიკის პრეზიდენტს აკრიტიკებენ, ამერიკის საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებენ, ჩვენ ასევე ვხედავთ მსოფლიოში უძლიერეს სამხედრო ძალას, რომელიც მასთან გაცილებით უფრო სუსტ ირანთან ბრძოლაში
მიუხედავად სრული სამხედრო დომინაციისა, ამ სამხედრო დომინაციას რეალურად ვერ აქცევს პოლიტიკურ ქულებში და პოლიტიკურ სურვილებში, ასე ვთქვათ, ვერ აღწევს თავის პოლიტიკურ მიზნებს, მიუხედავად სამხედრო მიზნების მიღწევისა, ეს გარკვეულწილად აჩენს იმის შეგრძნებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ძალა დაღმავალ ტრაექტორიაზე არის, მისი გლობალური გავლენები დაღმავალ ტრაექტორიაზე არის და ზუსტად ამიტომ მინდოდა საუბარი ამ თემაზე, რომ აგვეხსნა მაყურებლისთვის, დაინტერესებული ადამიანებისთვის რეალურად რა პროცესები არის და ის რომ გლობალურ დონეზე სერიოზული ცვლილებები არის ბუნებრივი ნაწილი ამ ყველაფრის. ამერიკა აღარ არის იმ სიტუაციაში, როდესაც უახლოესი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შეიძლება დარჩეს უკონკურენტოდ. ჩინეთი ძალიან აქტიურად იყენებს თავის რესურსებს იმისთვის, რომ გლობალურ დონეზე გახდეს, ასე ვთქვათ, ანგარიშგასაწევი ძალა. შესაბამისად ამერიკას მოუწევს, რომ თავისი ძალის ტრანსფორმაცია განახორციელოს და ვფიქრობ, ის პროცესები, რასაც ახლა უყურეთ, შეიძლება იდეალურად არ ხორციელდება, შეიძლება რაღაც დიდი სტრატეგიის ან რაღაც წინასწარ დაგეგმილი გენიალური გეგმის ნაწილი არ არის, მაგრამ ეს არის ბუნებრივი პროცესები, როდესაც ამერიკა თავისი გლობალური როლის გადააზრებას ახდენს. შეიძლება ეს გარკვეულწილად მტკივნეულიც იყოს, მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ როგორც ვისაუბრეთ მის რბილ ძალაზე და მის შიდა პოლიტიკურ გამოწვევებზე, ამერიკის სისტემა, ის დემოკრატიული სისტემა, რომლის ალტერნატივად, უკეთესი ალტერნატივა ჯერ არავის გამოუგონია და დიდი ალბათობით ვერც ვერასოდეს ვერ გამოიგონებს, აი ეს სისტემა გაუძლებს იმ რყევებს, რა რყევებიც წამოვიდა ახალი მსოფლიო წესრიგიდან, არა წესრიგიდან, არამედ პირობებიდან, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სოციალური მედია, ჩვენ გვაქვს ამომავალი რამდენიმე გლობალური ძალა, რომელმაც შეიძლება ამერიკას კონკურენცია გაუწიოს, ჩვენ გვაქვს ისეთ ტექნოლოგიებში გარღვევები, როგორც არის ხელოვნური ინტელექტი, დრონების შესაძლებლობები, დაზვერვის ინტერნეტის შესაძლებლობები, რაც ათანაბრებს ძალიან ბევრ სახელმწიფოს ერთმანეთთან, ან უპირატესობებს ანიჭებს შედარებით მცირე ან შედარებით ნაკლები შესაძლებლობების სახელმწიფოს, ამიტომ ეს არის რეალურად საერთაშორისო გარემოს ცვლილებები დამოუკიდებლად ამერიკისა და ამერიკას მოუწევს, რომ გააკეთოს, მოერგოს ამ სისტემას და ეს არის რეალური ტესტი ამერიკული დემოკრატიის და ამერიკული ბალანსის, ასე ვთქვათ, სხვადასხვა განშტოებების, პოლიტიკური განშტოებების დაბალანსების ახალი ეტაპი და ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ამერიკა ამას ჩააბარებს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვისაც მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ის წესრიგი, რაც ამერიკას ეჭირა, ამდენი წლის განმავლობაში არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო და სიღრმისეული საუბრისთვის. დიდი მადლობა, რომ ბოლომდე გვიყურეთ. თუ მოგწონთ ჩვენი კონტენტი და არ გინდათ, რომ გამოგჩეთ სიახლეები ჩვენგან, გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის არხი და ასევე გამოყვეთ ჩვენ სოციალურ მედიაზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე. აუდიტორიის დაგროვებასთან ერთად ჩვენ გეგმავთ დავამატოთ სხვადასხვა ტიპის კონტენტი. ამიტომ თუ არ გინდათ, რომ გამოგრჩეთ ჩვენგან სიახლეები, გამოიწერეთ ჩვენი სოციალური მედიის გვერდები. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ.